მე სამი ადამიანი არ ყავს და რაც ძალიან გვეწყინა მართლა აი თუ კი დავждებით და არაფერს არ ვიტყვით იმიტომ დრო გვაქვს თელი დრო მიქონდა რამე გითხარი კაკო რამე სამწყოთ კაკო ჩუმად არის ჩემო კუდრეჭებო რა თქმა უნდა კრეატორი ჟიურობა არც ანტარქტიდაზე დამიწყებია და მე და ჩემი პინგვინები ერთხმად გაგაგდებთ ერთ-ერთ თქვენგანს თამბი არის საშინელი იდეა არც ისე კაი ტექნიკურად ძალიან არეულარეული იყო მეგონა აქ სოსომ რაღაცაზე გააბრაზა და სოსოზე გაბრაზებო აი ნახე აი შეიძლება ფეხი დაუსველდა და შეიძლება ამან წააგო ოთახის დალაგება Wild Dog იდეა იდეალური თავნელი იდეალური ინტრო იდეალური გავიგე რა გინდოდა როგორ გინდოდა დამაინტრიგე შემოვედი ჩავრთე და აი აქ დაგვერხა აი გასწორდა კიდევ ერთხელ გახსენებთ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი კლუბი კიდევ მეოთხე ჟური დაემატა მეოთხე ჟური არის ხალხი ანუ თქვენ დღევანდელი თქვენი მენტორი იქნება უკარგესი ადამიანი 4-დან 1-1 მოგესალმებით მეგობრებო მე ვარ მახარა დენმა ცოტა დააგვიანა რომელმაც ახალი წელი გახარათ გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს ძალიან მაგარი თმა იყო შენ ძალიან გიხდება ჰიტა ალბათ ვერავინ ვერ მოიფიქრებდა გადაცემაში რომ წვიმა დაეგდო კისერზე და ძალიან კარგი ძალიან კრეატიული ხარ და არ შემიძლია არ აღნიშნო ეს შენი და ცოტა უხურ ვარ იმიტომ რომ ელექტროდები ჩემში ეხა უკვე მოძრაობს სისხლის მიმოქცევა საერთოდ სხვანაირი მაქვს იმიტომ რომ ჩემში 220 ვოლტმა გადის რა გაიარა რა დაგებედება წელს იმედია ფული აღარ იმიტომ რომ ძალიან შევწუხდი ფიზიკურად უნდა ვიფიქრო მთელი წელი სად დავხარჯო ეს მე სამი ადამიანი არ ყავს და რაც ძალიან გვეწყინა მართლა აი თუ კი დავждებით და არაფერს არ ვიტყვით იმიტომ დრო გვაქვს თელი დრო მიქონდა რამე გითხარი კაკო რამე სამწყოთ კაკო ჩუმად არის TikTok-ის ედიტისთვის მჭირდებოდა კარგი დღევანდელ ეპიზოდში ჩვენს მონაწილეებს ქონდათ ასეთი დავალება რომ 2000 ლარი ბიუჯეტით უნდა გადაიღოთ რაიმე ნებისმიერი სახის ვიდეო რასაც კი სადამდეც კი მათი ფანტაზია გაუშვებდათ და ბიუჯეტი დღეს ჩვენ ნახავთ ამ ადამიანებს დავიანთ ვიდეოებსაც შევაფასებთ და მათგან მოვისმენთ პირადად თუ რატომ გადაიღეს ისეთი ვიდეოები როგორც გადაიღეს ბევრი მოგვიწონა და კიდევ ერთი შემოდის ხალხის ხმა ხალხის შეფასება დაემატება შემდეგი პრინციპით ეხა არ ვიტყვი ვინც ახლა ნერვოთ რომ კაკო ფულებიო რატო არ დაწერაო იმიტომ რომ კაკო ფულებს წერს ახლა ანტარქტიდაზეა ვიდეო ჩაგვიგდო კაკო ფულები იქიდან დაწევა სიცივეში სანამ მონაწილეებს დაუძახებთ მანამდე გამოიწერეთ არხი ნამდვილი იუთუბერი ხარ ვიდიტები მახარას არხის ტიპი ვაჩერებდი არ გაჩერდა ძმაო ჩემი არხით გამოიწერეთ ჩვენი მონაწილეების არხით გამოიწერეთ და წინა ეპიზოდში ვახსენე და შემდეგ რო უყურებდი ძალიან მესიამოვნა როცა თქვი რომ შენ თავზე კი ჩემი ნათქვამი რომ მონაწილეებმა რომელმაც დაგტოვეს მათი არხით გამოიწერეთ რადგან ისინიც აგრძელებენ ვიდეოების დადებას და გავახსნევთ ანუ ძალიან კარგი თქვენ თვითონ გაუკეთეთ შეფასება რა იყვნენ და რა გახსდნენ ახლა რა სამ დაუძახებ ჩვენს პირველ მონაწილეს კამერას უთხარი რომ ჩემი არხი გამოიწეროთ თორე წყალ შეგასხამ და გაანათებ მე შემიძლია რომ ვითამაშო შეშინება, მაგრამ ასევე შემიძლია რომ აგიხსნათ, რომ 12 ვოლტის შემთხვევაში ნებისმიერი მისხმული წყალი დაბალი ამპერაჟობით არ წარმოადგენს საშიშროებას. ამიტომ ამ წამს მე გადამარჩინა ცოდნა. ისწავლეთ ბევრი, რადგან ესეთმა ადამიანებმა ვერ დაგაშინა. კარგი, ჩვენ პირველი მონაწილე სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთან ამყოფელი. არ გეცილების არავინ არ არის გასაყოფელი. ჩვენი პირველი მონაწილე იქნება ლეკვი ლომისას სწორია. კარგი, საკმარისია უკვე. ზუიყოს თუნდაც ხვადია. დღეს თქვენ წინაშე იქნება ზუკა. უბრალოდ ზუკა. ფული კარადაში ტანსაცმელების ქვეშ არის შეკუჭებული. 1-დან 10-მდე ვიდეოს დაუწერდი ალბათ 7-8, ან შეიძლება 6. დავალებაში მოცემული თანხა დამეხარჯა, დიდი ალბათობით პრინტერს ვიყიდდი და ბევრად მაგარი გამოვიდა ვიდრე ახლა. ბევრ ჩვენგანს საქართველოში ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს. სწავლობთ, ვიწყებთ მუშაობას და რაღაც მომენტში ხვდებით რომ ხელფასი არ გვაძლევს იმ ცხოვრებას, რაც გვინდა. სწორედ ამიტომ ერთ დღეს საკუთარ თავს დავუსვი კითხვა. თუ ასე გავაგრძელო,
5-10 წლის შემდეგ რა მექნება? ზუკა ძალიან ცუდი მდგომარეობაა შენ შემთხვევაში. სანამ ჩვენ მეტყვით რამეს, თვითონ ზუკამ ხო არ გითხრას რა მოხდა. ამე ცოდვა აღიარებული ხო არ ჯობია. ზუკა. თუ საერთოდ ვერთული რომ ეს ცოდვაა. ვერთული სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ეს ვიდეო პირადად ჩემთვის კარგი იყო, მომგებიანი, ჭკვიანურით ასეთო ისე. მომგებიანი 2000 წელი გადაკეცე უკან ჯიბეში და მომგებიანი იქნება. დავალებასთან ამდენად იყო კორელაციაში. დავალება იყო ეგეთი რომ 2000 ლარით შექმნით კონტენტი. შენ რა კონტენტი შექმნი ამ 2000 ლარით? რაში დახარჯე? ხარჯს დაგვრიცხა, ეხა ჩამოგვითვალე, რაში დახარჯე 2000 ლარი ამ კონტენტის კეთების დროს. 2000 ლარი არ დამიხარჯე და ვიდეოშიც ვძახი რომ არ დამიხარჯე. ნუ შეიძლება მთლად კორელაციაში არ იყო. დავალება რა იყო? 2000 ლარის დახარჯა და კონტენტის შექმნა. კი ბატონო, მაგრამ შენ რა გააკეთე? ანაბარი ანაბარი გახსენი და დანამატი მიიღე. იმუნიტეტი დამეხმარა მაგაში რომ ეს ფული გადამენახა და შემდეგი დავალებებიც გამომიყენებინა. მე მგონია რომ მომდენო სეზონიდან იმუნიტეტი აღარ უნდა იყოს ასე. აუცილებლად. იმიტომ რომ ორჯერ ცუდად გამოიყენა. აი, ერთ-ერთი ადამიანი ხარიც ორჯერ ოქროს ურდო მივეცით და ეს ურდო გამოიყენა ცუდად. ამ ფაქტობრივად გამოტოვა. ანუ ვიდეოში ბოლოში ამბოსო, ეხა ეს გავლილია და მე აი, თითქოს გვიჯღანება ვიდეოდან. გამაგდე თუ რაღაცა. რაც შეეხება ამ 2000 ლარს, რომელიც საქართველოს ბანკმა გადმომცა. შემეძლო ეს ფული დღევანდელ ვიდეოში დამეხარჯა, ან როგორც მინდოდა ისე გამომეყენებინა. მე გადავწყვიტე რა ხან მაქვს იმუნიტეტი, შევინახო ეს ფული შემდეგი 2 რაუნდისთვის და მოვახმარო შემდეგი 2 რაუნდის დავალებას. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, თუმცა მე ძალიან ბევრი ვიშრომე რომ ხონდა დღეს ბერკეტი რომ შენ გამეში, მაგრამ უარი მითხრეს. თვითონ ვიდეო კარგი იყო, ანუ თუ დავალების მიზანს არ გავითვალისწინებთ, მოდი ცოტა ხანი ამ კონტექსტში შევაფასოთ, აბა შენი პერსპექტივიდან და მე ჩვენს გეტყვით. იდეა რაც იყო რომ ცოტათი мотиваცია მიმეცა, ვისაც რაიმე საქმის დაწყება უნდა და მსგავსი იყო. იმას თუ არ ჩავთვლით რომ დავალებას ავწდი, ვიდეო მომწონს. დაახლოებით 7 წუთი შენ ვიდეოში ჩანს თეთრი მაგი და ეკრანის 30%-ზე. თეთრი მაისური, ფაქტიურად გამქრალი ხარ. მაგიდა და მაისური არის ერთი. არასდროს ესი და იგივე ფერის დეტალთან არ დადგერა. არც მიფიქრია სიმართლე. მაგას გეუბნა, ეხლა უცებ შორ და შეხედო, შენი მაისური დაბლა 4-კუთხედდება, იმიტომ რომ ერწყმები მაგიდა. არასდროს ეცადე რომ რადიკალურად განსხვავებული ფერი გეცლას გარემოსთან, რა. ვა, ის რა კარგი რჩევა უთხარი, ეგ მეც არ ვიცოდი. შენ ისეთები გასვიო, შენ არასდროს დაგჭირდება, შემოძმო. პოზიტიური რომ გითხრა, მე შენი ვიდეოს იდეა, თვითონ როცა ადამიანს უნდა რაღაცა ბიზნესი ან სტარტაპი ან რაღაცა დაიწყოს და რა ნაბიჯებს გადის, მაგის ჩვენების იდეა და თვითონ როგორც გააკეთე, ეგენი კარგი იყო ყველაფერი. უბრალოდ ანუ სხვა მონაწილეებზე თუ ვიფიქრებთ, რომ ამ რაღაცა ბიზნეს ირგვლივ როგორ გააკეთეს კონცეფციის აგება და მე მაგას ვაყურებინეს, რაც შენც უნდა გექნა წესით, იმათთან შეფარდებით ვერ შევაფასებთ, ანუ სხვა ვიდეო გამოვიდა. თორე ისე რო ყოფილიყო ერთი ჩვეულებრივი ვიდეო შენ სახზე, უფრო მაღალი ქულებით შეფასდებოდა ალბათ. ამ ვიდეოს გადაღება მინდოდა შემეცნებითი ტური რო ქონდა, მაშინ რო გადამეღო, მაგრამ რატომღაც აქ ვახსენე და მაშინ რო გადამაფიქრებინეს ასე თუ ისე. და მე ისე მოხდა რომ უკვე ეს დატოვებული თანხა შემდეგ ვიდეოში უნდა გამოიყენო. მაგ სტრატეგიაზე აგვიხსენი, აბა უკეთესად კი ვიცით, მაგრამ ამ ხალხმაც სტრატეგია ის იყო, რომ როგორც იცით, სამსახური აღარ მუშაობ და მოვედი იქამდე, რომ ფული ვაფშე აღარ მაქვს და ახლა მამა ჩემი ხო არ ვეტყოდი, YouTube-ისთვის ფული მჭირდება თქო და უკვე ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ესეთ რაღაც მოვიფიქრე, რომ ეს თანხა თან იმუნიტეტმა ხელი შეუწყო ამ ყველაფერს, თორე ისე ალბათ არ გავაკეთებდი. ბიჭო, მარკეტინგი გამოიყენა როგორც ორი გაცვლა. აი მე ჩემი გადმოსახედიდან თუ გადახედავთ, ჭკვიანურიც არის და სწორიც არის, მაგრამ თქვენი მესმის, თქვენი პროექტის მესმის და დაჟე მონაწილეობისაც სულად გამოიყენე, მაგრამ სტრატეგიულად გამოიყენე. ანუ YouTube-ების გზაზე, რომ full time-ზე გადმოვიდა და დიდხანს ეყოს საწვავი, ამაში გამოიყენე. ჩვენ გვახსოვს რა რთულია YouTube-ზე გადმოსვლა. შემდეგ დავალება რაც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, თანხა დასჭირდება თუ რაღაც 0 ლარით ჩელენჯი ან მსგავსი არ იქნება. აი, შემდეგში თანხა 0 ლარით იშო. ხო, ან ეგრე არ იქნება, დარწმუნებული ვარ და თანხა რო საჭირო იქნება, მაგაშიც დარწმუნებული ვარ ასე რომ, არ ვიცი, მე არ მემაქვს. ნუ ბიჭო, გამარჯვებისთვის გამოიყენა. იდეოლები რომ ChatGPT-ს ელაპარაკებია. Give me business idea, zero investment. Please. შენ რა აზრით ჩამოაყალიბე და განავითარე ამ ყველაფერთან დაკავშირებით? ეგ ვიდეოში თორე სხვანაირად თქვი. ეხლა როგორც ამბობ, ეს უფრო პატივის თემას იწვევს, ვიდრე ვიდეოში როგორც წარმოაჩინე რა. მე მაგალითად რო გეთქვა, რომ მე ეს თანხა მჭირდება იმისთვის, რომ YouTube-ზე გავაგზავნო დიდხანს და ესე არაფერს არ ვიყიდი და არც არაფერს არ დავხარჯავ, მაგრამ გამოვიყენებ რა უბრალოდ ცხოვრებაში, რომ მეტი ვიდეოს გადაღება მოვახცო სანამ. ინვესტიციაში ჩავდებ YouTube-ში. ხო, იდეაში ეგრევე თქვი, ოღონდ ვიდეოს ბოლოს თქვი, რომ ამ 2000 ლარს, რომელიც საქართველოს ბანკმა გადმომცა, გამოვიყენებ შემდეგ ორ დავალებაში, იმიტომ რომ დღეს მაქვს იმუნიტეტი და გადავჩები ასე თუ ისე, გადავალ შემდეგ ტურში და შემდეგ ორ დავალებისთვის გამოვიყენებ თქვი ეგ თქვი. ბიჭო, 1-200 ლარი მაინც დაგეხარჯათ.
სათქმელი. 200 ლარი დავხარჯე და ის გაგიკეთეთ, რა ქვია, ბრელოკები თქვენი YouTube-ის და შენივე კომპანიისგან იყიდე, მაგას ფულის გათეთრება ქვია. ისე რო იცოდე. შენივე თუ კომპანიისგან მაინც 200. ზვირაც ხوار მიყიდე შენ თავს. კი, ეს განსაკუთრებული ბრელოკი. ხო, 200 ლარი და ორი ბრელოკი. ხო და არა, არა. რა ბრელოკი ან კაკოსას გეტყვი კაკოს ხა. მოусმინოთ და კაკო, როგორ გესმის კაკო? კაკუ გამეჭედა. კაკუ არ მესმის, არა, არ ისმის. კაკუნა მიკროფონს დააჭირე, გადახაზული აქვს და ჩაირთვება. აი, მოდი დავიწყოთ უკან შეფასებით. თამბი არის საშინელი. იდეა კაია, მაგრამ უგემნოდ არის ძალიან გაკეთებული რა. ძველებური ვაიბი, საიდან გააზრა ეს არ ვიცი. ხო, ვიდეოში შენ ამბობ, რა სამსახური ბანზია, ბიზნესი მაგარია, თემა არის, რომელიც ძალიან დაჰაიპებულია და ბევრი ლაპარაკობს მაგას. თავისი უარყოფითი ხარებები აქვს, ბევრი პასუხისმგებლობების აქვს, რაღაცეების აქვს და მაგის ჩვენებას ველოდები მე, რომ აი ბიზნესი კი კარგია, მაგრამ აი თურმე რა ხდება, რა პროცესებია, რა გამოვა, ასე შემდეგ და ეგენი ყველაზე ნაკლებად მივიღე შენგან რა. ამ ვიდეოში უფრო მეტად მივიღე რჩევები, რა წიგნები უნდა წაიკითხო, რაღაცა გურურჩევები, ეს ეგეთი რაღაცები, რომლებსაც ბევრად უფრო სასიამოვნოდ მოვისმენდი, რაღაცა ალექს ჰორმოსიდან და დავით გოგიჩაიშვილისგანაც კი რა. შენგან ველოდები უფრო მეტ პრაქტიკას, შენ კონკრეტულად რა გამოგდეს, შენ კონკრეტულად რა არ გამოგდეს, რაში გიჭირს, რამდენს ხარჯავ და ეგ დეტალები ძალიან გამაზულია ვიდეოში და სტრუქტურაც მეტნაკლებად დარღვეულია რა. ინტროც ძალიან დიდხანს, ანუ შესავალი ძალიან დიდხანს გაიწელა. ზუკა ჩვენ შეგვიძლია რომ პინგინი გადმოგცეთ და ეს არის ახლა არ მინდა რომ ისე გამოვიდეს, მაგრამ აი ეს კაკოს პინგვინი შენ. კარგი, არაფერი არ უთხრა ზუკას. მადლობა კაკო. ყველაფერი გაიგო. მოდი კაკო ხო არ დავაჰეითოთ. ხო, კიდე დამშვიდობების მერე ვიდეო რო გრძელდება. ეგ ერთხელ გითხარით და კიდე აგძელებ. ანუ იმისთვის ვართ მეგობრებო აქ რომ შევიცნოთ და შევისწავლოთ აქაური წესები რა. უკან საწოლი და გასასწორებელი კაკო. ტექნიკურად ძალიან არეული იყო. ვერ მივიღე ის ღირებულებები რაც მინდოდა ვიდეოსგან რა. შენგან მინდოდა გამეგო შენ როგორ აკეთებ. კაკო გავსიშოთ, იმიტომ რომ აქ შეგვიძლია რომ მადლობა კაკო. ანუ კაკო ძალიან ბევრს საუბრობს ხოლმე ისაც და ჩვენ შეგვიძლია ვიდეო თუ როგორ გავსიშოთ. ეხლა პირველად შეგვიძლია რომ დავაპაუზო. კაკო რა მაგარი ყოფილა, კაკოს რომ დაპაუზების ფუნქცია ხო. კაკოს მე არ მივესალმები, იმიტომ რომ ეს უკვე ჰეითერობაში გადასდის. რამე პოზიტიურიც დაინახა. შეიძლება ბოლოს ამბობ. არ ამგონი ამ სახით რომ კაკო პოზიტიურს იძახდეს. გამორიცხულია რა კაკო. აი, ვიტყვი რომ თამბნეილებს რაც შეეხება სამი ტესტერი მქონდა გაშვებული და არ ამგონი ეგ ენახა. ახალ და ისეთი რისერჩის გაკეთება. თავჯერ 10 არ მოეწონა. კიდე ვიდეოს ბოლოს რომ მიდისო ვიდეო, ის დანარჩენი მომენტები რაც იყო შესაძლებელი, სასაცილო ბლუპერები. ეს ტესტავს მე მგონი რა. მოდი ბლუპერებზე მეც გეტყვი. ნახე ბლუპერები არ უხდება საერთოდ ეგეთ ვიდეოებს და YouTube-ზეც ძალიან ნაკლებად კარგია ზოგადად ბლუპერები. ბლუპერებში რის ჩასმასაც ბლუპერები კონტენტი. ხო, ეგ თვითონ ვიდეოში უნდა გაანაწილო და ეგ მაგარი იქნება ისედაც. ბოლოში რატო ტოვებ მაგას? არა, პირველად ვცადე საერთოდ. და თან შენ ისეთი ტიპი ხარ, ეგ უხდება ისედაც. მე მგონი რომ შენ მზად იყავი იმისთვის, რომ დღეს ცოტა ისე ვიქნებოდით, იმიტომ რომ არა, მზად ვიყავ. ხო, იმიტომ რომ ახლა გადაინახე ორი ვიდეოსთვის და აქ იცოდი რომ ცოტა ის იქნებოდა რა, უსიამოვნო მოსასმენი იქნებოდა. აუცილებლად მზად უნდა ყოფილიყო. თუ მზად არ იყავი, არა, მაგას რა თქმა უნდა ხდება. სტრატეგიულად შენ გათვლილი გაქვს შემდეგი ორი ვიდეო. ჩვენ ამ წყენას არ გადავიყოლებთ ალბათ მეორე ორ ვიდეოში, ეგ გამორიცხულია. როგორც არ გადმოვიყოლეთ მანამდე. მანამდე. თირამ დამავიწყდა რა. ის 2000 ლარი გადაინახე და შემდეგ ეს ძალიან ძიმედ დაგიბრუნდება იცოდე, იმიტომ რომ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ შემდეგს. ეს იმუნიტეტი მაქვს. არა მინდა. დაჯეკი. ჯერ ხო კარგი არაფერი არ უთხრა და მე დაემუქრა. მაგრამ მე კაკოსგან დამაყვა რომ ჩამოვა. აი საბოლოოდ მე ზუკას აი ამ ნამუშევარში უწერ 6 ქულას. შეგნახავ. აი კაკო და თავის ქულა. რატო არის სასაცილო? რატო იცი ხარ? 2000 ლარი მე ჩაიდო ჯიბეში და ხა როგორ გაუძლოს. უფრო ნაკლებს ვაპირებ, მაგრამ ეს ალბათ იცი რომ სადამსჯელო ოპერაციები არის კი ბატონო, მე ხდებოდი და და ვეძებდი ხალხის რომ ქულა უთხრათ? უფრო დაბასած. მეგობრებო, არ გაძართოთ სხვა YouTube არხზე. იმირომტომ ბოლოში გავაჟღერებთ ხალხის ქულას. რა გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენ ხალხმა, ჩვენ გევემიჯნეთ პროცესებს და თქვენ უკვე გაქვთ ხმის მისაწვდომობა. როგორ ამ ყველაფერს ბოლოში გაიგებთ? არ გადართოთ. ეს იყო ბოლო ოქროს ურდო, ზუკამ დაასამარა ოქროს ურდო, ოქროს ურდო
აღარ ურდო. არასოდეს. არასოდეს. დავიმშვიდობით, ოპერატორსაც დავიმშვიდობით, იმიტომ რომ ძალიან დაჟინებით მიღებს სამსახურიდან ხან განთავისუფლებული, მიქანი კარგად ბრძანდებოდა. ცუდზე ცუდი არ დაილიაო. მარგველა. მაგდას პროექტის დამტოვებელი, თავარი მიზეზი. მარგველა, როგორ ხარ მარგველა? ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ვიდეოთი. წინის წინატურში ვთქვი რომ ძალიან კმაყოფილი ვიყავი და ეხა იმაზე მეტად კმაყოფილი ვარ ვიდრე წინის წინატურში. ტრაკში ვართ. მოდი ცოტათი უკან დავბრუნდეთ და მოგიყვებით როგორ მივედი აქამდე. ძალიან მომწონს შენი პროგრესი რა. შეიძლება ვიდეოდან ვერაფერი ვერ გავიგე. მაგრამ პროგრესი გადაღება, ფონები, რაღაცები ისა ესა. ეს მომენტი იძახი რომ გამოიწერეთ, შემეხდა ხე ველოდები რომ აქ გადახდება შუაზე გაიხსნება და ორი მარგვია გამა და რომ ესეთი სიგიჟები კიდე ვიხილოს და გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო რომ უფრო მეტი ესეთი სიგიჟე კონტენტი შემოგთავაზო. კაცსაც შეგეცედა, რომ პიკაპი, რომელზეც შესაბამისი საბურავი არაყენია, ტალახშიც რიალებს. არა სხვათა შორის არ იყო ეგ. სიგიჟე რატო არის პიკაპის საბურავებში დაზოგილი ფული, რომლითაც ტალახში ვერ გაიული. აი ხო და საბურავის პრობლემა არ იყო, წინა ხიდი გაითიშა. აგას გეუბნები, წინა ხიდი თუ გაგეთიშა, საათ მიდიოდი. საათ მიდიხარ. მაგრამ აი level up-ი მე შენთან მიმართებაში მართლა ვგრძნობ, რომ რაღაცებში გამოსწორდა. გამოსწორ კი არა? აი, level-ზე ავიდა, ხო. შეიძლება რაღაცებში ვერ, მაგრამ იმ ყოველ ჯერზე რაღაც ახალი ხდება, სადაც ხვდები რომ წინა რაღაც გაითვალისწინე და ერთი ნაბიჯი გადადგა რა. შენი აზრით ეს საუკეთესო ვიდეო იყო, რაც გადაგიღია? იმეც ეგრე ვფიქრობ და შენს ვიდეოს ვუყურებდი, ეხლა מחר რას თქვა, მე ზუსტად ეგეთი განცდა მქონდა, რომ ძალიან გაიზარდი. საერთოდ ანუ პროექტის დასაწყისში ვერ ვიფიქრებდი, რომ ეგრე დაამუღამებდი რაღაცებს. და ამიტომ დიდი პატივისცემა შენ. მადლობა. ასევე ვიდეოს კონცეფციაც მომეწონა მე პირადად. ინტრო როგორ ააწყი, ჰაილაითებით ეგეც მაგარი იყო და უცფერი ადროს იყავ, იცი? რაღაც მომენტში კი გამქრინჯა, მაგრამ მე მივხვდი რომ მართლა გულს რო გაჩერდი და აი არ ვიცი რა ვთქვა რა. ეგ მართლა თავიდან ცოტა გამქრინჯა. ძალიან მომეწონა. მე რაღაც მომენტში დავინახე გულწრფელობა, აი აი სიმინა. სიტყვებს ვერ პოულობ. იმდენი ვიარე და იმდენი ამაზე კაი ადგილას ვერ მოხვდებოდი მე ამ ორ დღეში. ხმას ვერ ვიღე. არა, ეგ არ იყო დაგეგმილი, ანუ იმენა მართლა ეგრე ხო და მე მივხვდით ხო რომ რაღაც დროის მე მივხვდი რომ საერთოდ არაფერ მუსიკაზე და ბითებზე რო რაღაცა კადრები ქონდა. ძალიან მოუხდა შენს ვიდეოს და იმდენად გაასწორა მაგან, რომ კიდევ უფრო მეტიც რო ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. ეგ ძალიან პლუსი ხო, რადგან შენ მუსიკასთან ესეთი სიახლოვით გამოირჩევი, ეცადე რომ ეგეთი პატარა რაღაცეები ვიდეოში ბევრი ქონდეს. თან გეტყვი რომ რაღაცა ცნობილ მუსიკას რო სვავ, თუ არის 7 წამზე მოკლე, ბოტი ვერ პოულობს ხოლმე. ამიტომ შეგიძლია 7 წამზე პატარა რაღაცა ბითებზე აწყობილი ჰაილაითები ქონდეს ხოლმე ხშირად. რაც უნდა გაითვალისწინო აუცილებლად thumbnail-ზე არის. შენ ყველა thumbnail-ზე გაქვს სხვადასხვა ფონტი და სხვადასხვა ფერის წარწერა. ეგეც არ შეიძლება. რაღაცა ფონტზე უნდა ჩამოყალიბდე, endo, პატივისცე და ქონდეს სულ. გილროი, ორივე. მარგვე. მანდედან დავიწყე. არა, მარგვე. აბა რა ტექსტ გულისხმობ. ესენი ერთ და იგივე ფონტია, ხა? ზუსტად ერთ და იგივე ფონტია, პროსტა სხვადასხვა. მაშინ ისეთი რაღაც აღადებს, საერთოდ სხვა ფონტი. მარგვე, აი კარგი ადამიანი, გაითვალისწინე ბევრი რაღაც, მაგრამ but ეს რეკლამა ჩემთვის იყო გამაღიზიანებელი. კარტოფილთან რო დგები და მაგდენი ხანი ბაზრობ, მე ვალდებული ვიყავი რომ ამ ვიდეოს ბოლოსთვის მეყურებიან. თორემ მაგდენი ხანი რეკლამა ძალიან ბევრი თუ არ აქვს გადახდილი, უბრალოდ არ შეიძლება რა მართლა. შენ არ შეგაწუ ხა? ეხა გამახსენდა და შენ გამიხარდა რომ სპონსორი ყავდა. არა, ეგ აი შენ სიკეთეს ხედავს სულ. რა ვერ გავიგე. მე გამიხარდა რომ სპონსორი ყავდა და ამიტომ არ შემოწმე. ანუ პირველი გამოცდილება იყო და მაგიტო უფრო ის ამბავი იყო რომ ვარ რა კაია და მეც შევბერე ბოლომდე რა შემიძლია. გეტყობა რომ გინდა რომ კმაყოფილი დატოვო კომპანია არა, მე თვითონ მინდოდა რომ კმაყოფილი ყოფილიყავი მაგით რას გავაკეთე. მაგრამ კომპანიაც კმაყოფილი ხომ უნდა იყოს. თავისთავად იყო. ძალიან კმაყოფილი იმდენად კმაყოფილი რომ დამირეკა და მითხრა რომ საყოველთაო მარგვარი მაგარი კაცი ხარ. შენი მეგობარი მოჭრილი არის რა, რაღაც ხმა ისმის, რატო არის მოჭრილი? სადაც ვიყავით და არ შეიძლებოდა გადაღება სადღაც. всё, დაახლოებით ეგეთი რაღაც ვიფიქრეთ. მოკლედ. შენს მეგობარს ვიცნობთ YouTube-ზე. ჯამადას? ჩემი ძმაკაცი. შენ თვითონ გითხარი ეს შენი მოგზაურობა და თავგადასავალი როგორი იყო? რამე ისეთი განცდა რაღაცა ხო არ ქონია, რაც ვიდეოში ესე ვერ გადმოეცი და ეხა იტყოდი. რაზეც გული დამწყდა, ეგ არის რომ ვიდეოში რომ ვიძახით რომ მამა არ ჩილის, მამა გავიცანით რაღაცა, ანუ ის ღამე ვერ გადავიღეთ, იმიტომ ის ადგილას ვიყავით, სადაც გადაღება არ შეიძლებოდა რა და ალბათ ორი ფილმის მასალა ჩამოვიტანე და ქრონოს გამო ვერ ჩავატიე და ზაფხულში ვაპირებ ისევ წასვლას და მეორე ნაწილის გადაღებას რა ამ ამბავს. მე მეოსება შეოს უკმაყოფილი ხარ შენი ვიდეოებით. რატო არ უნდა ვიყო ხა ვიშრომე და ზანგაი რა. და რა მოგწონდა? თო აქეთ იმას გიშო რა. შენ არა.
აი, სუმოთ, ბაზარი არ არის. თამნელი არც ისე კაი მარგველასთან, იდეა არც ისე კაი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კაი, არც ისე კაია საბოლოოდ და რატო გეტყვით ცოტა ხანში. ინტრო ძალიან კაი იყო, მომეწონა, მონტაჟიც კარგი იყო ძალიან და ნუ გადაღებაც კარგი იყო. ეხლა რაც შეეხება თვითონ იდეას რა. იდეა გავიგე რომ ეს 2000 ლარი ბერსნა დაახარჯა, რომელიც TikTok-ზე ნახე, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიაზრე შენი მიზნები რა იყო და რა მოლოდინი უნდა მქონოდა ვიდეოსგან, ანუ ის 2000 ლარი იყიდე, მიიტანე პროდუქტები და რა უნდა გავიცნო ეს ბერი, რატომ გააკეთა ეს ვკითხო ყველას, ანუ ეს საქსილი რატომ ჩაიდინე ვკითხო, როგორი ცხოვრება აქ შევისწავლო, ანუ რაღაც უფრო მეც ველოდებოდი რომ შენი მიზანი კონკრეტულად რა არის, ანუ მეც მაგ ეგეთი ვიდეო გაკეთებული და იქ ჩემი მიზანი იყო რომ ეს ახალი საჭმელი უნდა გამესინჯა ბერებისთვის და რა ემოცია იქნებოდა მეჩვენებინე, მაგრამ ეგ ვერ შევძელე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოცხადებული მიზანი ეგ იყო. და ეგ გამოცხადებული მიზანი გარდა იმისა, რომ ბერთან მიდიხარ, ეგეთი არ გაქვს, რომ აი კონკრეტულად რა მოლოდინი უნდა მქონდეს, მე როგორც მაყურებელს ვიდეოში, რა შეგეგულ შემატკირო, რომ ვა, ანუ ეს როგორი ტიპი ყოფილა, ის მაგას გაგვაცნობს კარგად თუ დამეგობრება გინდა თუ რისი მიღწევა გინდა, ბოლომდე ვერ გავიაზრე რა. ტექნიკურად ძალიან კარგად აწყობ რა, ინტროშიც მერეც კარგად აწყობ, ემოციები, პროცესი, გზა, მხიარულება, ყველაფერი კარგად გაქვს. თუმცა პრობლემა არის ის, რომ აი კონტექსტის გაცნობა ხანდახან გიჭირს ხოლმე რა. და ამ შემთხვევაშიც რა, ანუ უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებდი, თუნდაც რისთვის ემზადები, რას ყიდულობ, რა მიგაკ. უფრო მეტ დეტალიზაციას გავაკეთებდი, რომ წარმოვიდგინო ეს დახარჯე, მაგრამ აი კონკრეტულად რაში, რატო რაში გამოადგება, რისთვის იქნება საჭირო. ეგეთი რაღაცები. თუ ეს არის იდეა, რომ ეს უნდა მიუტანო, მაშინ ეს კაი, კაკო, მან წესწუთი გვაცადე, ჩვენც გვაცადე კაკო საუბარი. ჩვენ რა ძალას გვაქვს, სამჩამოა გამოვიყენოთ. მე არ ვეთანხმები ისო კაკოს რა. მეც კი მაქვს ეგ ფუნქცია, რომ ბევრი ცუდის მე რაღაცა კარგი უნდა თქო, რომ ადამიანის мотиваცია არ დაუკარო. თითქოს AI-ს ველაპარაკები და AI-ს პასუხები აქვს ეხა კაკოს. მე კაკოსაც დავაჰეითებ, იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს. არა, ეხლა დაარულებ ეგრე, როცა ადამიანი არ არის აქ და ვერ გიპასუხება. აუ, ბაზარი არა, ჯობია რომ აუ, ხრი. მე ვეთანხმები. შენ ხო აქ ხარ? მე ვეთანხმები იმაში. გაიგოიცა. მე ვეთანხმები იმაში, რომ კულმინაცია რაც უნდა იყოს ვიდეოში. რა იყიდა, რაში მაინტერესებს ვიდეოში? რა იყიდა, რაში მაინტერესებს? მაგაში ვეთანხმები. რა მაგაფთოვანა, რომ ეგ იდეა გადაიღო, მაგის თავიდან არა, რა იყიდა ყველაფერი, ეგ ვიდეოში რო გენჩანს, დეტალურად რო მაწონს იყიდი, რაში მაინტერესებს? ანუ ვაფშე არანაირად არ ხდის ვიდეოს ყურებას. ეგ ვინ თქვა? ამან. მაგან არა, ამან, აი ამ. რაღაცა იგულისხმა, ეხლა მაინც და მაინც ეგ არ იგულისხმია, რომ ეგ შეკიეჩვენებინა. ნუ გამოვუხედე დამწველი, გაიგე, ჩამოაგ და მე დავილაპარაკოთ. ეს თემა მე შენ იმაში გეთანხმები, რომ რაღაცა კარგი ცუდა თქვა, კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ კარგი იყო მართლა. მეორე ვიდეოა კარგად გქონს. მე დავწვევ ბოლომდე. მე მგონი რომ აქ სოსომ რაღაცაზე გააბრაზა და სოსოზე გაბრაზებო, ჯერ აი ნახე, აი. შეიძლება ფეხი დაუსველდა და შეიძლება ამან წააგო ოთახის დალაგება. და ეს ოთახი უკან დააგება და კაკოს დალაგებულია და მე დაჟდა ჩასაწერა. მე მგონი ამინდი მოქმედებს ადამიანებს. ამინდი და სიციო. მანამდე კარგ სასამართლო ხოლმე ამ ვიდეოებიდან. ძალიან ჩააჭირა. შეიძლება გული მიეცა რომ წავიდა, ეხა იქ რო ჩავაკითხავთ. ანტარქტიდიდან იქიდან რა? საბოლოოდ მე მარგველას უწერ 7 ქულას. ჟანრი ძალიან ბევრი ხარი დახარჯა მას. სლივს აუწიე, ხალხო, 6-იანს გავწდი, 7 დადეთ გეხოცები რა, რაღაც ძალიან ბედნიერი ვარ. ყვილა მიჭირავს ეს 10-იანი და 9-იანი და რაღაცეები რა. მამძიმებს ყვილა. ბევრი 10-იანი მიჭირავს. კიდევ ერთხელ გახსენებთ, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი კლუბი, კიდევ მეოთხე ჟური დაემატა, მეოთხე ჟური არის ხალხი, ანუ თქვენ და თქვენ დაწერთ კლუბებს, კი არა, თქვენ უკვე დაწერეთ კლუბები, რომელსაც გაიგებთ ბოლოში. რა საოცარია, ქულა დაწერილი გაქვს, მაგრამ ჯერ არ იცი რა დაწერე. ამიტომ დაელოდეთ რა ქულა დაწერეთ თქვენ. მარგო, დაგეშლობით ძმაო, კარგად მიდიხარ, იმედია გადარჩები დღეს და 11-11-ებს არ მიიღებენ სხვები. რა ვახა? ველუიო დოქტორო. ველური ექიმი. ველური ექიმი. რა თქმა უნდა, შემართება კარგი მაქვს. შეგრძნებებიც იდეალური. ყოველთვის კარგი მოლოდინი მქონდა ჩემ ვიდეოებზე, რადგან მაქსიმალურად ვიხარჯებოდი თითოეული ვიდეოს გადაღებაზე და ამ ვიდეოზე შესაბამისად კარგ შეფასებას ველოდები. სულოპილოზე გავიდე, იმუნიტეტს მაინც ვეღარ ავიღე და იცი რა ვფიქრობდი, იცი Wild Dogs გვერდით გარეული ექიმი ან ველური ექიმი ხო არ მივაწერ. შენზე ეგ დამოკიდებული, მე ჩემი სახელობის წყარო რო გახსნა გორში ძალიან გამეხარდება. მე არ გირჩევ მაინც. არა?
ჯობია ესე კომენტარებში. ჯობია ყველაფერი ისე დატოვო როგორც არის. კომენტარებში წერით შემოვიფარგლოს ეგ კი, სახე. ჰაიპი არის. და როგორც ნიქნეიმი. ბატონი კაკოს ჩავთავთ ირლანდიიდან. გეოგრაფიაში ძალიან ძლიერია. კაკო მოითავებს თავის ჰეიტს და მე ჩვენ გავაგზავნებთ რომელთა. აქაც რიგივე სახე ქონდეს კაკოს. Wild Dog-ი. იდეა იდეალური, თავნელი იდეალური. ინტრო იდეალური. გავიგე, რა გინდოდა, როგორ გინდოდა, დამაინტრიგე, შემოვედი, ჩავრთე და აი აქ დაგვერხა. აი გასწორ. მე იწყება სრული აუქსა. მოკლედ, ეხლა რა შევხედოთ ვიდეოს რა. აი ეს ყველა თავიდან პირველი 20-30 წამი ძალიან კაია, მაგრამ მე ესენ ჩემი არის. სულ შენია. ხუთი ჩემი. და გავკეთებულ ვარ. წითელი ჯვრის მახსოვს, გაიგე, მოვიდა დახმარება მოვიდა და მეორე თქვენ ახლა. კრეატორიდან მივიღე ახალი დავალება. საქართველოს ბანკმა თითოეულ ამჟამინდელ მონაწილეს გადმოგცა 2000 ლარი და მოგვანიჭა თავისუფალი ნება ვიდეოს თემასთან დაკავშირებით. მაშინვე რაც გამახსენდა, ეს იყო ჩემი დიდი ხნის სურვილი, რაჭული თავგადასავალი. როგორც მიდის მთელი პროცესი არის ძალიან მოსაწყენი. ერთი რამის თქმა მინდა ზოგადად შენთანაც, ჩემოვალდოკ რა. შენთვის ხარ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საყურებელი ადამიანი, იმიტომ რომ შენგან მოდის ისეთი პერსონალიტი როგორ არის პლეად. პერსონალურობა. სუსუს კითხა იქ და ყველასგან არ მიაქცია სუსო. ისეთი თვისებები, ადამიანური თვისებები, რომლებიც საინტერესო, სასაცილო, საყვარელი საყურებელია. თუმცა პრობლემები არის ტექნიკურ განვითარებაში ისევ პირველიდან ბოლო ვიდეომდე ისევ პრობლემებია ტექნიკურ განვითარებაში. ჩვენ ამ პროექტში იმიტომ ვართ ყველა ჩართულები, რომ ის პერსონალიტი რაც ადამიანს აქვს და არჩება, არსად იკარგება, არსად მიდის, მაგრამ რაღაცები ზემოდან დავაშინოთ და ამ თუ ვინც უფრო ეფექტურად აშენებს ამ რაღაცებს ზემოდან, მაშინ ის იმსახურებს რეალურად ამ თანხის ვინც შრომობს, ვინც ფიქრობს, ვინც აანალიზებს და ზემოდან ამ ჩვენ რჩევებს ზემოდან აშენებს, ის იმსახურებს ამ თანხის მოგებას და შემდეგ ტურებში გასვლას. ტექნიკურად ეს ვიდეო ინტრო, თამბი, იდეა კარგი, დანარჩენი იყო სუსტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა გაიმაზა რა. მათ შორის რა წამლები მიგაქვს, ანუ კონკრეტულად აღწერე რა წამლები მიგაქვს. იმის მაგივრად რომ გადახვეული კადრები 15-ჯერ მაჩვენო, 15 ვიბარგს როგორ ალაგებ, გავიგე, რო ალაგებ 15 წელი იყიდე. კონკრეტულად რა წამლებს ხდებ? აი რაღაცა, აი ეს ამაში გამოადგება, ეს ამაში გამოადგება, ეს ამაში გამოადგება, ეს ამაში გამოადგება, თითო ამდენი დაშდა, მაგალითად. და მე ეგრე მონტაჟით ეგრე გააკეთე, სხვადასხვა კადრებზე გადასვლა. მაგალითად, როცა ჩახვედი ერთთან უკვე, ანუ გასაგებია, პატერნი გავიგე, რომ ამ ადამიანთან ჩახვალ, მიცემ ამას. მაგრამ ყველასთან იგივე გრძელდება და თითქოს შინაარსობრივად არ იძლევა. გასაგები ადამიანებთან ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანები არიან, მაგრამ შენ რაღაცა უნდა შემოიტანო, რაღაცა უნდა შეცვალო ამ ვიდეოში, რომ მე როგორც მაყურებელს გარდა იმისა, რომ შენ პერსონალიტი ძალიან კარგი აქვს, კიდე და ეს იდეაც ხდება გარდა ამისა, რაღაცა ახალი ამბები ხდებოდეს ვიდეოში და იქ გამიჩნდეს მუღამი ყურების რა. და მე მით უმეტეს აი ბოლოსკენ ახლა რომ გადავახვიოთ სასტუმროში რჩები, მე მაგის რივიუს აკეთებ, მე ჭამ, ის იდეა რაც იყო, იმ იდეის შუაში თუ გააკეთებ, რომ აი ახლა სასტუმროში რჩები და ხვალ კიდე ახალ ოჯახთან უნდა მივიდე და მე კიდე სასტუმროში რჩები და მე რაღაცა და ეგრე უფრო ბუნებრივად თუ გააკეთებ და ძალიან სწრაფად გადავული სასტუმროს, კი ბატონო. სამწუხაროდ კაკოს რაღაცებში უნდა დავეთანხმო. დამაკლდა შენგან რაც მაქვს ხოლმე ინფორმაციებია, რომელსაც ერთი სული მქონდა, რომ ოდის ახსნდი რა წამალი უნდა მქონდეს ეგეთ სიტუაციაში და იქ რა იდო რა. მე მგონია რომ თვითონ იმ ხალხმაც არ იცოდა რა დროს უნდა გაეკეთებინა ის წამალი. იქ ექთნები არიან და ექთნებს აუხსენი რა დროს რა უნდა გაუკეთონ და ნახე מחარ მე რომ დამეწყო ყველა წამლის იქ ახსნა ეს ასე აპა ეხა მაშინ მთელი ვიდეო ეგ იქნებოდა და ზოგადად გეთქვა ნახე რაღაცა ტემპერატურის დროს რაღაცა გაციების დროს არ ვიცი ახლა მე მაგ თემაზე არაფერი რამდენიმეს უხსნი კიდევაც მაგრამ არ ჩავსვის იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ალბათ მე რო ექიმი ვარ ჩემთვის შეიძლება მოსაწყენი იყოს იმ წამლების ხო და ჩვენ არ ვიცით ზო ჩვენ გვინდა რომ ნაკლები თანხა დავხარჯოთ ექიმებში და უფრო მეტი ვიცოდით ჩვენთვის რომ ეგეთ სიტუაციაში სწრაფად მე ხოლმე ბოლომდე ველოდებოდი რომ სადღაც ვიყდი რომ რა შეიძლება მაღალ მთიან რაიონში ეგ გზა რო ჩაიკეტება ექიმის განწყობილებით რა წამლები უნდა გქონდეს რა ჩემს მე თუ გამოვიცნობ სოფელში როცა ვიყავი ხოლმე ბებიაშენს მევას მივდი ხოლმე წამლებს მეუნებოდა წნევის წამალი მომიტანე შენასწოდი მე როგორ არის აღარ არის და საშინელი ადამიანი ხარ ხანდახან რა
მეც ჩავქრი. შენ გაიცნი. მე კერმის. აი ერთი ალბათ წნევის წამალი სიცხის დამწევი გამაყუშებელი რაღაცა იგივე. რა წამალი? წნევის რა წამას, ანუ სახელი. აი თვითონ იცოდა. მე არ ვიცოდი ეხა მეუბნებოდა. არ იცოდნარი, შენი ანუ წამალი. იგდევს რამდენიმე წამალი და ამ შეფერილობის მომიტანე რა, ამ დონეზე ვიცოდი. ეგრეა ხოლმე, ეგრე უნებია. არაფერი არ იცოდი ესე იგი. აუ იცოდი ეხა. ანუ ტექნიკური ტიპი ყავ, რო ფერი მოგქონდა, შენ წამას მოიტანე თუ აგუს. ანუ ნახე, მნიშვნელობა არ ვიცოდი რომ ქონდა. აი მაგალითად ყვითელ შეფუთვაში იყო წნევის დამწევი. გვალ რაღაცაში იყო მაგალითად გამაყუჩებელი. დიდობაში არასდროს არ გამოიყენებ პრინციპი, რომ რამე ყვითელს რო დაინახავ, წნევის დროს არ დურთო. იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ მაგრამ მე ხა ნახე ამ ჩემი იმ შემთხვევაში გადარჩა რა. ინფორმაციით მეგონა რომ რაღაცა ეგეთი ზოგადი წამლები იქნებოდა, ხო? ხო, ეგეთიც და ანუ თან წავიღე ისეთი რომ აი ონიდან ადის სასწრაფო იქ რა და სადღაც 45-50 წუთი უნდა იქ რო. წყალი თუ ჩაიტანე, წყალი. იქ წყალი იმაჩვენი რა თქმა ორი მდინარე ჩამოდის რა სოფელში. რამდენიმე წინაზრებაში გითხარი რანაირი წამლები იყო. პირველადი დახმარების, სანამ სასწრაფო ავა, კარგად დახვდება რეალურად რა. აი მაგალითად ბინტი მე რაც ანაფილაქსია აღვხსენი, ჩემ წინა ვიდეოში აი ადრენალინის ინიექცია რო ანაფილაქსიურ შოკს ხსნის, ისიც დევს იქ, რომ აი ანუ 50 წუთის მერე ანაფილაქსიურ შოკზე მისვლას ნახდათ აზრი აღარ აქვს და მამაოს თუ მიუყვანდა და აზიარებს თუ თქვენ რაღაცა ერთი კატეგორიის ადამიანები ხართ ჩემი აზრით. საზოგადოებას უხდი ბოდის თუ მე რამე ისეთი ვთქვი, დიდ ბოდის მოგახსენეთ, იმიტომ რომ ჩემი ჰუმორი არის ესეთი. ეხლა ვერაფერს გეტყვი ჩავქრები, თორე ტექნიკურ ხარს რაც შეეხება დავიწყე სწავლა რა პრემიერის. იმიტომ რომ ანუ არ გამომდის ეს ისა და ანუ მომდენო ვიდეოებში ამოვწევ. ხა აქამდე მაგის დრო და საშუალება არ ქონდა რომ ისიც მესწავლა ვიდეოც გადამიღო, თამემუშავა სამსახურში. მაგის საშუალება არ იყო და ტექნიკურ ხარესაც ვიდეოს იდეა, ნახე, ვიდეოს იდეა რო შევაფასოთ, ვიდეოს იდეა ძალიან მაგარია. ხო და ვიდეოს იდეაში კიდე ერთი მინდა ვთქვა ბოდიშა გაწყვეტინებ. ანუ ეს არ იყო ქველმოქმედება რა. ანუ არ მინდა ხალხმა ჩათვალოს როგორც ქველმოქმედება, იმიტომ რომ ზოგი შეიძლება ჩვენზე უკეთესად ცხოვრობდეს, მაგრამ ის ცოდნა იმ პირველი დახმარების მედიკამენტებზე არ აქვს. და ამაში უბრალოდ საჩუქარი გაუკეთე რა, მე ამას ქველმოქმედებას არ ვარქმევ რა ჩემს საქმეს რა. ნებისმიერ შეიძლება გადაცე ეს, იმიტომ რომ უბრალოდ არ იცის ტექნიკური ცოდნა აუტანე, რომელიც იდეაში უნდა იცოდნენ რა. იდეაში უნდა იცოდნენ, მაგრამ ხო ეგ ცოდნა არა აქვს. ანუ ვიდეოს იდეა მე ძალიან მომეწონა რომ ეგეთი რაღაცა მოიფიქრე, რაღაც 15 ოჯახში ისეთი რაღაცა გაჩნდა ამ ვიდეოს შემდეგ, რის გამოც შეიძლება რაღაცაში ბევრ რამეში გამოადგეთ და ეგ მაგარია და ყოჩახ. ხო და პასუხისმგებლობა, ანუ რო ასწავლი რაღაცას, იმ შეიძლება ვიღაცა სხვადასხვა წინა ვიდეოზე დამი. რა გაიგე? წინა ვიდეოზე დავიწერა ერთი ბავშვი გადავარჩინეო შენი იმითო ვიდეოთიო და გოტა გესიამონა თუ არ გესიამონა? გოტა პროფესიონალი გოტა შემიყვარდა. არა, მართლა მაგარი საფორტი გამიწია ძალიან და დამალაგებინა ვიდეო ძალიან კარგად. მე მაქვს მეორე პროფესია. ინტერიერის დიზაინერი ვარ. 3D Max-ი ვიცი და ეხლა ვნანობ მესწავლა პრემიერი თავის დროზე ვიდრე. მაგარი კონტრასტი ხო არ არის ამ პროფესიაში. ექიმი 3D დიზაინერი და კემპინგის გურუ, კარვის დამცემი, იუთუბერი, სტენდის ჩამდგმელი. დამე ხوار გამოგჭა. ეს ის ხალია, ხანდახან ფეხზე უდგები ხოლმე საკუთარ თავს. მეგობრებო, თუ ცოტა ხანი ბოდის გიხდით, კაკოს უნდა მოусმინოთ. კაკო რო შეგვიფასო რა. ხო, მოკლედ აი რო შევაფასოთ რა, თავიდან იდეალური თამბი, იდეა, ინტრო კარგია, მაგრამ გაგრძელება ძალიან ცუდი რა. მე უკმაყოფილო ვარ ტექნიკურად ამ ვიდეოს შესრულების დასაწყისს თუ არ ჩავთვლით და შესაბამისად მე ამ ვიდეოში შენ გიწერ ექსკულას. მადლობა. დაგემშვიდობებით თომარ. და ბოლოში კიდევ ერთხელ ხალხის ხმა დაემატა. ამ მონაცემებით შენ წესით ხალხის ხმებისგან განსხვავებით თავი ქუჩში გაქვს. იმიტომ რომ შენ ხარ წერტილი, რომლიდანაც აითვლება ქულები რა. გოტა იყო ძალიან მაგარი მენტორი, ძალიან მაგრად ამასაპორტა და ნახვებითაც და ხალხის რეაქციითაც მივხვდი რომ გოტას წვლილი ძალიან დიდი იყო ჩემ ვიდეოში და აქედან მადლობა გოტას. საუკეთესო მენტორი იყო, მენტორებს შორის ვიც კი გყოლია. შემდეგი მონაწილე არის ველისაპეტისტი გოგონა.
სამუშაო პროცესმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იდეის მოფიქრება. ორი საინტერესო იდეა მქონდა. ერთი პირველივე აქვე დავიწყე მაგაზე ფიქრი და ვეძებდი რაღაცა ბილეთებს და ვფიქრობდი, რომ ესპანეთში წავსულიყავი 3 დღით, მაგრამ უფრო მეტად ემოციებმა აჯობა და ისეთი რაღაც გადავიღე, რომ მიდოდა გამიზერებდნენ მართლა ბედნიერება სხვისთვის. ეგ იყო მთავარი მიზანი და არა ის, რომ რაღაცა ქველმოქმედების ან რაღაც ეგეთი რა. ამიტომ პროცესები კარგად წავიდა, მაგრამ ისეთი ვიდეოა, რომელსაც ვერ დავგეგმავდი სრულყოფილად რა, იმიტომ რომ რაღაცები ჩემზე არ არის დამოკიდებული. ველოსიპედი მომეცა ბედნიერება. ბედნიერება კი სწორედ მაშინ არის რეალური, როცა მისი გაზიარება შეგიძლია. დღეს კი სწორედ ამას ვაპირებ. ამის გაკეთება მაშინებს, მეშინია ხალხის რეაქციის, მაშინებს ბავშვების ემოცია და პროცესი. თუმცა როცა რაღაც გვიგვიდგინდა, ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. სალამი მერიკო. აგორ ახარ. კარგი, შენ როგორ ახარ? ნია ესე რა. ვითომ არ გვინახე ერთად. ჩუქნი ბედნიერებას და შენ რა იცი ხისთვის ბედნიერება რა არის? სუბიექტურად შევაფასე. ჩემთვის რაც იყო ბედნიერება, ჩემთვის ბედნიერება გადავეცი სხვა. ძალიან ცუდი, აი როგორი თამბნეილია, იცი? ჩემი ბოლოს არის კასეტაზე რო ფოტო არის. ყველა სათითაოთ ვიყავით ხოლმე, ყველა დისკიც იყო, იქ ვიყავით, ყველა ესე გამოჭიმული. აი ეგეთი თამბი არის რა. ნორმა, უფრო ნორმა. არა, შეგვიძლია ეგრე მივუდგეთ. უკანაც რო ბექგრაუნდზე ველოსიპედიანი ადამიანი ჩანს. სულ ველოსიპედები. ხელშიც ველოსიპედი უნდა ეჭიროდა. პატარა ველოსიპედი. რა ჩაიფიქრე ამ ვიდეოს იდეად? რამდენად კვაყოფილი ხარ შენ თვითონ? ვიცით რომ რაღაც იდეა გქონდა და ვიღაცამ დაგიბლოკა. ყველაფერი მოკევი. არა, ვიღაცამ არ ეგრე გადაწყვიტა, რომ ეს გადამეღო. ნუ ბოდიშო გოტას ვიღაცა დაუძახე ამ. არა, გოტას არ გადაწყვიტე, მე გადაწყვიტე ჯამში. ან ორი იდეა მქონდა, ერთი იყო ეს და მეორე რომ წასულიყავი ველოსიპედით უცხოეთში, იმიტომ რომ რაღაცა ჩემთვის ძალიან ახალი გამოცდილება იქნებოდა. ველოსიპედით უნდა წასულიყავი? ოღონდ უნდა გავფრენილიყავი და მე იქ მემოგზაურე ველოსიპედით ხო? ველოსიპედს როგორ წაიღებდი? შეგეძლო რომ წაიღო თვითონ. არა, წაიღო ისე ძვირი ეს. სადღაც 150-200. და სადგინო წასვლა და სად უნდა წასულიყავ ველოსიპედით? თბილ ქვეყნებში უფრო მეტად ესპანეთს ფიქრობდი, მიახლოვეთ ბარსელონა, მადრიდის ტერიტორიაზე მქონდა მიახლოვეთ აგეგმილი. თუმცა საბოლოოდ ემოციებმა უფრო გადაწყვეტა და ეს ვიდეო გადავიღე რა. და ზოგადად მიჩქებია ველოსიპედი და ვიცი რამდენად ემოციური და რამდენად მნიშვნელოვანია სხვებისთვის და ამიტომ გადაწყვეტა რომ მეჩქებინა ისე სხვებისთვის ეს ბედნიერება რა. პირველი ველოსიპედი მე რომ მაჩუქეს, ახლა ჩამაქრობენ, მაგრამ არ გამიხარდა. რატო? იაფიანი იყო. ფეჭვისხიძე გავიარე, მაგრამ არ ჩავქრი. რა იფიქრე როცა ვიდეო გადაღებას მოჩა, ანუ ის რაც გინდოდა აი გამოვიდა თუ არა? ის რომ ბავშვებს გაუხარდათ, აი გამოვიდა, მაგრამ აი იმ მომენტში ვიფიქრე რომ თლად ისეთი საყურებელი შეიძლება არ ყოფილიყო, როგორიც თქვათ მოსწონს ხალხს, მაგრამ სიტუაციით შენ ბედნიერი იყავი? ბავშვები რო ხერხულად გრძნობდნენ თავს, მაგ მომენტში არა, მაგრამ ვიცოდი მე როგორც იგრძნობდნენ. აუ გაინტერესებდა აქ ჩვენ რას ვიტყოდით, თუ არ ვიტყოდით, ანუ ეგ არ გაინტერესებდა, თავარი იყო იქ რა მოხდებოდა? თული კითხვა. ანუ იმ მომენტში მე თავი კარგად ვიგრძენი და არ გაინტერესებდა ჩვენ აქ რას ვიტყოდით? არა, ეგეც მაინტერესებდა კი და მაგიტომ მონტაჟში არ მაინტერესებდა თქვენ აქ არა, მონტაჟში ამოვიდე. ეგ უნდა სწორი რა, იმიტომ რომ იქ შენ ისეთი ბედნიერი უნდა ყოფილიყავი, რომ საერთოდ იტამ ახარა და კაკო რას იტყოდნენ. არც უნდა გაინტერესებდეს იმ მომენტში რა. და იმ მომენტში ეგრე იყო, მაგრამ მე შევკარი ვიყო. ეხა გზნობ თითქოს რომ შეასაც ამბობ ეგრე არის, რომ ანუ იმდენად უნდა და რომ ეგ საქციელი გაეკეთებინა, თითქოს კონტენტი მეორე ხარისხოვანი გახდა და უბრალოდ ეხა იმას მაგალითად არის. ხო. ეგრეც უნდა იყოს. ხო, ეგრეც უნდა იყოს. ხიტა მეგობარო. შენ ბარსელონაში რომ დასულიყო ველისაპედით და იქ რო გადაიღო. ჩემი აზრით ეგ ბევრად ეფექტური ვიდეო გამოვიდოდა. როგორც ვიდეო იქნებოდა უკეთესი. თუმცა მე მესმის ეგ შენ რა გადაწყვეტილებაც მიიღე, იმიტომ რომ ჩვენ ამ სფეროში რო რაღაც დიდი ხანი მოღვაწეობთ, არის ხოლმე ეგეთი შემთხვევები, როცა რაღაცის გაკეთება გინდა ისე, რომ მაგის გაკეთება ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ის მე მაგას ვიდეოთ როგორ წარმოაჩენ. ხშირ შემთხვევაში ცუდი ვიდეოც გამოდის ხოლმე, რამე ბევრი მაგალითი მქონია მაგის. შენ რო ეგ გადაწყვეტილება მიიღე ამ შემთხვევაში, ეგ ზუსტად მესმის და მაგის გამო არაფერი ნეგატიურს არ ვფიქრობ. უბრალოდ როგორც პროდუქტი ვიდეო, ბევრად მაგარი იქნებოდა, ეხა რო მიფრინავ ველოსიპედთან ერთად და სხვა ქვეყანაში რაღაცა მოგზაურობ. თუმცა რამდენიმე ბავშვის გაბედნიერება ისე, რომ რამაც შენ ცხოვრება შეგიცვალა, როცა რაღაცა მისე გაგაბედნიერა და შენც გინდა რომ იგივე სხვასაც გაუკეთო, ეს იდეა ძალიან მაგარია. უბრალოდ ამის ვიდეოში ჩვენება მე ურთულესი რაღაცაა, რაც დიდი ალბათობით არც გამოდის ეგრე, როგორც ვფიქრობ. შეიძლება ჩვენც ეგ გაგვეკეთებინა რა, იმიტომ რომ მაგას ვამბობ, რომ ჩვენც მაღალია ხომ ეგ გრძნობა, რომ ვიღაცას დაეხმარო, ხანდახან ცოტა გაგიჟებს და გავიწყდება რაღაცეები რა. საბოლოოდ ჩვენი სათქმელი არ არის, რომ ანუ ის უნდა იქნა. წარეს მოусმინოთ. პირიქით. ცუდია. ცუდია რატო?
ვერიკოს რაც შეეხება, ვნახეთ ამბი, ჩაბნელებული, არაეფექტური და ეგეც სფერები ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გადაწყვეტილებას ვიღებს რა თამბნელი გავაკეთოთ, იმიტომ რომ უნდა მივაქციოთ ვიღაცის ყურადღება და მით უმეტეს, როცა თამბნელი არის ბედნიერებასთან და გვაქვს ძალიან ჩაღამებული, ჩაუბედურებული გარემო, ძალიან ცუდია რა. თამბნელში ქულას ვაკლებ აუცილებლად ვერიკოს. ასევე ქულას ვაკლებ ინტროში, იმიტომ რომ თავიდან მნიშვნელოვანია რომ გამოსო კონკრეტულად რას აპირებ. შენ უცებ სწრაფად უნდა მითხრა რა ხდება, რომ აზრზე მოვიდე რა. ანუ არ უნდა დაგელოდო 2 წუთი, რომ იმ ბავშვებთან, ანუ უნდა დასვა კითხვა, რომ წარმოიდგინეთ ბავშვები, რომლებიც არიან ესე და ველოსიპედი არ აქვს და უცებ ვიღაცა მიდის და ახარებს. აი, ეგ კითხვა რომ დასვა всё, მერე დაიწყე რაც კიდე რა. დანარჩენი იდეა მომეწონა, შესრულებაც მომეწონა. ფორმალიდან გამომდინარე ძალიან კონკრეტულ დეტალებში აღარ ჩავალ ეხა, რადგანაც მაინც ონლაინ ვარ და მაინც ჩემი პირდაპირ ფიდბექს ვერ გაიგებ. მაგრამ იმედი არ გამოგიცრუებია ჩემთვის ვერიკო და შესაბამისად მე ვერიკოს უწერ 8 ქულას. მადლობა კაკოს, იმიტომ რომ ცოტა დადებითი რაღაცა მოვისმინე. გესმის. რა უწესრიგობა მაგ აქ? რა არის? 2 ცხრიანი, 2-ვიანი, მოიცადე ეს. ვაა, მადლობა. ეს იმის გამო, რომ უბრალოდ გინდა რომ სიკეთე აკეთო რა. და არ მინდა რომ სიკეთის კეთება წაუხალისებელი დარჩეს და მარტო ჰეითის ქვეშ იყოს რა. არის ხოლმე არჩევანი ვიდეოს გადაღების და იდეაზე მუშაობის დროს, რომ რაღაცას ირჩევ ისეც, რაც შეიძლება როგორც პროდუქტი და ვიდეო მაგარი გამოვიდეს, ბევრი ნახვა კონდეს და ბევრი გამომწერი მოიტანოს და არის მომენტები, როცა შენს გულის თქმას უჯერებ და რაღაცა სიკეთეს აკეთებ და ეს ყველაფერი შენს კარიერაში რაღაცნაირად ბალანსდება სულ, ანუ ხან ერთი უნდა გააკეთო, ხან მეორე უნდა გააკეთო, რომ ორივე აუცილებელია და მე უბრალოდ ამ ტურში გადავწყვიტე, რომ დღეს ესეთი აირჩიე უბრალოდ და ესეც პატივისცემას იმსახურებს. თორე როგორც ვიდეო, ჩემი აზრით 8-ზე ცოტა ნაკლებს იმსახურებდა, თუმცა ესეც შენი გადაწყვეტილებაც თავიდან ბოლომდე YouTube-ზე როგორც აქციელია და პატივისცემის ღირსი. ესე შევაფასებდი ბოლოს. ვფიქრობ, რომ არხს დავარქვა ისეთი სახელი და მადლობა აჩის, იმიტომ რომ მიბიძგა, რომ უფრო მეტად დავარქვა, ანუ თქვა ჩემი სახელდაგვარი, იმიტომ რომ სპეციფიკური სახელდაგვარი მაქვს რაღაც დასამახსოვრებელი და ხო, რაღაც ეგეთი. თუმცა რა თქმა უნდა, ველოსიპედი იქნება მთავარი კონტენტი. ოჩა ხაცის რო შეძლო შენ გადაფიქრა. ამაზე რომ ურჩიოთ კიდე რაღაც. კაცმა უკვე ურჩია ძმა. აი გულშემატკივრებაზე რო ქონდა ვიდეო გადასაღები, მან თუ არ ვსები ის ქონდა იმუნიტეტი და მითხარით რომ რაღაცად უფრო მეტი გაბედე და აი გააკეთე რა რაც კიდე. მაგ მომენტში ვიგრძენით საკმაოდ კარგი რაღაცა, ანუ ახალ რაღაცას რო შევეჭიდე, სხვანაირად დავინახე ბევრი რაღაც, თუმცა იმ მომენტში არ მიფიქრია რომ მოდი იქნებ სხვანაირი რაღაცა ცუდო რო გადავიღო. სხვანაირი უფრო რაღაცა ინტერესის სფეროში. ეგ ისაც მოვა. სულ მინდოდა მიდი გაიქეცი. ჟიური რა ვახა. ხმის კონკურსი არის, ხო, მიდი გაიქეცი. დროის მანქანა რომ მქონდეს შევცვლით თუ არა გადაწყვეტილებას არის მართლა ძალიან რთული კითხვა. ეს კითხვა რომ დამისვათ მერე გადაცეც არა უფრო გიპასუხოთ, მაგრამ ალბათ არ შევცვლიდი რა, იმიტომ რომ მეც კარგი შეგრძნებები ვიღე და მგონია რომ ძალიან კარგი რაღაცა გავაკეთე ბავშვებისთვის, ამიტომ ალბათ არ შევცვლიდი. ამ ტურიდან მოყოლებული მეგობრებო, ჟიურის ქულებთან ერთად შემოდის მეოთხე ხმაც, ასე ვთქვათ, რომელიც არის ხალხის ხმა, ესე დავარქვით, რაც მოიაზრებს თქვენი ვიდეოს პერფორმანსიდან გამომდინარე დაჯავებულ ქულებს. აი ეს რაღაც სპეციალური ფორმულით გამომუშავდება, რაზეც מחარა უფრო უკეთესად მოგიყვებათ. ცოტა უცნაურია მათემატიკურ ფორმულას რომ მეხსნი, მაგრამ მინდოდა რომ მე გამოჩენილიყავი ჭკვია. ნახვებს ვუმატებთ ლაიქებს, საერთო ჯამში მაქსიმალური ქულა არის 100%. მაგალითად, მაქსიმალური ნახვა და ლაიქებით და ნახვების რაოდენობა ვის შეიკრიბება და მაქსიმალური ექნება, ის არის 100%. პროპორციულად ნაწილდება დაბალი ნახვები დანარჩენ ქულებს. 10 ბალიან სისტემაში 100% ვინც მოიპოვა ნახვა, ის არის 10 ქულა. თუ იყო მაქსიმალური ნახვების რაოდენობა 30000, ლაიქების რაოდენობა პროპორციული 3000, 33000 არის მაქსიმალური ქულა, ანუ 10 ქულა და პროპორციულად პროცენტულად ითვლება 20000 ნახვაზე ქულების პროპორციული რაოდენობა რა, მაგალითად 8 ქულა. ამ შემთხვევაში ციგნერად დაჯამდა რა. შედეგები გვაქვს ესეთი. მაქსიმალური ნახვების და ლაიქების რაოდენობა ქონდა ომარს, შესაბამისად მიიღო 10 ქულაც. პროპორციულად დაბლა მდგარი იყო ვერიკო, რომელმაც იგივე პროპორციით მიიღო 6 ქულა. ეს არ აღინიშნება იმაში, რომ მოწონს ხალხს არ მოწონს. ეს არის სუფთა მათემატიკური ფორმულა, რითიც უნდა დავითვალოთ. იმიტომ რომ ფიზიკურად 15000 ადამიანის აზრს ვერ მოვისწრებთ. ამიტომ უნდა
მოვიშოროთ მათემატიკა, რითიც მივიღებთ რაღაცა კონკრეტულ ფორმულას. და 5-5 ქულა, ეს ქულები არის დაჯამებული, იმიტომ 5.1 არის, 5-5 ქულა მიღებული არის მარგველას და ზუკას ვიდეოებზე რა. ჩვენი და ხალხის გადაწყვეტილებით ყველაზე ცოტა ქულა ქონდა ზუკას. ხალხიც უკმაყოფილოა და ჩვენც. მაგრამ ოქროს ურდომ გადაარჩინა, ეს იყო 22 ქულა რა. რაც ყოველს ძალიან მე არ მესეაუნა, ეს არის შემდეგი არის მარგველა 28 ქულით. ამიტომ ახან ზუკას აქვს ბოლოჯერ ოქროს ურდო, უწევს რომ მარგველამ დატოვოს ეს პროექტი. რაც ჩემთვის ძალიან არ მინდა რომ მარგველას იყოს დემოტივაციისთვის რაღაც საფუძველი რა. იმიტომ რომ ჟიური როცა გეუბნება რომ მარგველი გამithარდი, წინ მიდის და უცებ ხდება ესეთი რაღაცა, შეიძლება ადამიანისთვის იყოს დემოტივაცია. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იქნებოდა რა. რაც არ მინდა რომ ეგრე იყოს რა. ამიტომ ყველა გაშვებულისთვის რაღაცები გვაქვს ნათქვამი, მაგრამ შენ მინდა კონკრეტულად გითხრა რომ შენ თუ ამ სფეროს გააგრძელებ, ჩემი როგორც საეჭვო კაცის სახელით და ალბათ ჰიტაც დამეთანხმება, ჩემი მხრიდან კოლაბორაციებით ყველანაირად მოგეხმარებით. იმიტომ რომ არც ერთი წამი არ მინდა რომ შენი ფიქრო რომ რაღაცა შენთვის ეს სიტუაცია იყოს დემომოტივებელი და პირიქით ჩამოგაგდოს დუხიდან რა, ის ჟარგონულად რო ვთქვათ. ამიტომ კიდევ ერთხელ ბოდის გიხდი მარგველი, იმიტომ რომ ამ გაემთარების ფონზე მოგიწია დატოვო პროექტი. თუმცა ესეთი შემთხვევა კიდევ ორი იქნება და ერთი გამარჯვებული გამოვლინდება რა. ჩვენთვისაც ძალიან რთული არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თითქოს საკუთარი სიტყვის უარყოფა ადამიანს ეუბნები ვითარდება, კარგია და მე უცებ პროექტს წოვე. სამური შემთხვევაა, იმიტომ რომ ქულებით ჟიურისგან მეორეზე გავიდა, ხო? და ახალი ახალი ნახვებზე ორიენტირებული ფორმულით ესე გამოვიდა. ალბათ 2-3000 ნახვით მეტი რო ქონდა ვიდეოს, შეიძლება უკვე სხვანაირად ყოფილიყო, ხო? ეგრე გამოვიდა. ხო, ომარმა დააგროვა ნახვებით მიიღო ყველაზე მაქსიმალური ქულა 30 რა. შესაძლებელი იყო რომ ცოტა მეტი ნახვით აწეულიყო მეორე ადგილზე და მე ომარიძე ვიტირებდით. ვერიკოზე ვიტირებდით. ზუკაზე არ ვიტირებდით, იმიტომ რომ ოქროს ურდო ჰქონდა. რავი, არ მაქვს სათქმელი არაფერი. ძალიან რთული ამბავი გამოვიდა დღეს, იმიტომ რომ მარგველა მართლა ყველა ვიდეოში ვითარდება და ეს ბოლო ტურში კიდე მისი განვითარების ნახტომი ძალიან დიდი იყო ვიდრე წინა ტურებში და ესე გამოვიდა. თუმცა რავი, სამწუხაროა რომ ფორმატიც ესეთი გვაქვს და შეიძლება კაკოს ბრალი იყოს ეს ყველაფერი. შევაწმინოთ ხელი, მაინც აქ არ არის. მარგველა. 3-5 რა. არ დანებდე რა. მედი არ გეწყინება და გავაგზავნებ ჩემს. მე პირობას გაძლევ რომ ამ 3-დან კიდე 2-ს გავუშვებთ. და შენ გულს მოვიფხანთ, ანუ მაგაზე არ ნერო, რომ 2-ს დაგაწევთ გზაში. რატას უკრავთ? ვერ ხვდები რა კრიტერიუმით ითვლება კაია თუ არა, იმიტომ რომ რაღაცაში ტექნიკურად რო ძალიან დაიხარჯები, რაღაც რო გააკეთებ, რაღაც პონჩი პლუს უნდა იყოს რაღაცით მაინც რა. მაგრამ ნუ ოკეია რა ხდება. მონტაჟის და სტორიტელინგის და რაღაცები, ანუ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით რა. დღევანდელი თქვენი მენტორი იქნება უკარგესი ადამიანი 4-დან 1-1. 4 ნამდვილი ქართველი მამაკაციდან 1-1 კაკაბა იქნება დღეს თქვენი მენტორი. უკარგესი პიროვნება და კიდევ გაგიმართლათ მენტორში. წინა 8 მენტორში არ გაგიმართლათ. ვა, შემდეგზე ჩემზეც ეგრე იყო. აი, კაკაბა მიხვდა ეს ფორმულას მიხვდა. მაგასაც დაემართა იდეში იგივე მოგივათ აქედან 2-ს კიდე რა შემდეგში. ერთი დარჩება. მე ზუკა შეძლო. ხო არ შევდივარ მაგას. ჩასაფრებული. რაში დაიხარ. რაცა დავიძაბე. რადგან მენტორი ვიცით ვინ არის და თან ნახევარფინალი მოვიდა უკვე და ქართულ დაცხოვრება და რთულია დავალებაც. შემდეგ დავალება იქნება ასეთი. თქვენი დავალებაა გადაიღოთ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ფილმი საახალწლოდ. მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც თქვენ უნდა გადაიღოთ ამ საახალწლოდ არის იდეაზე შენ ამას შეძლოთ. ამ ფრაზაში და იდეაში თქვენ რასაც დაინახავთ, მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ფარგლებში, ეგ უნდა გადაიღოთ და მენტორად გეყოლებათ ესეთი უგენიალურესი ადამიანი ასეთ დავალებაში. შენ ამას შეძლებ, ეს არის საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეოს მთავარი მესიჯი. და თქვენიც ამ შორტ ფილმის წარმატებებს გისურვებთ, შეხვდებით შემდეგში, მაგრამ იმის შემდეგში ერთი კაცი ვეღარ შეხვდება.
ძალიან გაშინებთ, ეს არ შეშინდეთ. ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები თქვენ და კაკაბა დაგეხმარებათ მთელი კვირის განმავლობაში ნებისმიერ დროს არა, კაკაბას 10-დან დილის 9-მდე ძინავს, დანარჩენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეაწყო. მოკლედ, ყველანაირად თქვენ გვერდით ბევრი წარმატებული პროექტის ავტორი, ამიტომ მაქსიმალურად მშრალი ღრუბელივით ჩაიძირეთ და ეს წყალი აიწოვეთ ინფორმაცია. რამე კითხები ხომ არა გაქვთ მეგობრებო? მე მოიფურჩქნე უკვე რა კითხები. გამოვიგლიდე. მე მაქვს შეკითხვა შეიძლება? ქრონომეტრაჟი შეზღუდულები არიან თუ როგორი? მოსაბეზრებელი რას ნიშნავს? 20 წუთით შეიძლება იყოს 15-ით თუ 15 ტელეფონი. არ ხო და ამიტომ ვკითხულობ რამე. მაქსიმუმი 15 წუთი ჯობია. ხო, და მინიმუმ არის რამე თუ? მინიმუმ არა. ადამიანი იყო აქ, რომელიც ერთ წუთში ტევდა ხოლმე შორტ ფილმებს და გაუშვით მაგის გამო, მაგრამ კაი ბიჭი იყო. ყველა საკონკურსო ვიდეო რაც აქამდე ყოფილა იყო მაქსიმუმ 15 წუთამდე და ესეც ასე იქნება. დაგემშვიდობებით. დანარჩენი კაკაბა თავის ოთახში მოგხედავთ. გამარჯობათ სტუდენტები, ჩემს სტუდენტებს ესე ვესალმები ხოლმე პირველ ლექციაზე, მაგრამ თქვენ ეს არ გჭირდებათ. მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ, ნახევარფინალში თქვენი მენტორი ვიქნები. შევეცდები ყველა ის ცოდნა და ინფორმაცია გითხრათ, რაც დაგჭირდებათ დავალების შესრულად, რომელიც არის მხატვრული შორთის გადაღება რა. ეს რაღაცა მთელი კურსია თეატრალურში და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ინსტიტუტებში სადაც ამას სწავლობენ და ესე რაღაცა უცბად რომ მოყოლა დავიწყო ალბათ. არასწორი იქნება, ჯობია რომ თქვენგან მოვისმინო კითხვები, რას ფიქრობთ, რა გინდათ რომ გავაკეთოთ და მე მაგის შესაბამისად მოგჩეთ შევები, იმიტომ რომ ჯერ მარტო ჟანრია იმდენი, რომ ყველანაირი შეგიძლია რომ გავაკეთო რა. ყველა ჟანრში სხვადასხვა რაღაცა ნიუანსია, რომელიც უნდა იცოდეთ და მაგის მიხედვით ჯობია რომ დავიწყოთ. არ ვიცი ვინმე თუ აპირებთ ფენტეზის გადაღებას. მან ყველაზე სუსტი ვარ ალბათ, არც ერთი ფენტეზი არა მაგ გადაღებული. მაგრამ რაღაცა კომედიას შეიძლება ფიქრობს ვიღაცა და დრამას, ან რაღაცა საშინელებათა ჟანრი, ან სხვადასხვა ჟანრი არსებობს და მაგან მიმართულებით სხვადასხვანაირი იქნება რჩევები. შეკითხვებზე რომ გადავიდეთ, ალბათ ჯობია რაღაც უფრო კონკრეტულზე, ხო, თორე ესე შეიძლება ვილაპარაკო ალბათ მთელი დღე და ძალიან ბევრი დეტალია ჩემთვის მაგალითად რა. ეხლა ფიქრობდი აი ჩვენს ვიდეოებში რომ საუბრობთ ხოლმე, ჩვენ გვჭირდება რაღაცა ჰუკი, ხო, რაღაცა დაწყება, მიახლავთ 20-წამიდან 1 წუთამდე. მაგრამ ხატულში ეგ არ არის. არის, ეკონომი არის ზუსტად ხატულში და ესენიც იცვლება დროსთან ერთად. კლასიკურ ფილმში ძველი ფილმები რო ავიღოთ, ესეც ფარდობითია, ჩემთვისაც ძველი ფილმები რო ავიღოთ, კლასიკურ ფილმში როცა კინო გადიოდა კინოთეატრებში, ითვლებოდა მე 12 წუთზე უნდა მომხდარიყო რაღაცა ისეთი, რაც დაიჭერდა მაყურებელს რა. ნუ აი 12 წუთი, იმიტომ რომ ნუ ბილეთი ناقიდი ქონდა, მისული იყავ კინოდან ვერ გამოხვიდოდი, პოპკორნი ჯერ კიდევ არის და ამიტომ ითვლებოდა რომ 12 წუთი მანამდე რაც არ უნდა ლამაზი კადრები იყოს და შინაარსი შეიძლება არ იყოს და ვერ დავიძაბო და ვერ დავინტერესდე და არ ჩამithრიოს არა უშავს. დღეს 12 წუთიანი თუ გადაიღეთ, ყოჩახ თქვენ მთელი ფილმი რაზეც დავალება არის ახლა. ამიტომ ეს უნდა მოხდეს პირველივე წამებზე. და ბევრ ფილმში ალბათ ეგ ხერხი სრულმეტრაჟიანს გულისხმობ, გინახავთ რომ ფილმის ბოლოში რაც ხდება, ხანდახან არის ის ჩასმული და მე რეიწყება როგორ მივიდნენ იმ დრომდე რა. ეს არის იმისთვის რომ მოსაწყენი არ იყოს დასაწყისი რომ ვა, ნახე რა მაგარი რაღაცა იყო, აბა როგორ მივიდნენ ამითი ჩაგითრიოს რა. ანუ ეგ კანონი მანდაც მუშაობს. სიუჟეტზე, ანუ ჩვენ თქვით ეს დასაწყისში დაწერა ხო, როგორ უნდა დაწეროთ ეს ყველა. ფილმის დაწერის საფეხურები არსებობს. პირველი თავარი არის იდეა, სინოფსისი რაც არის, რომ აი რა არის ფილმი, აი ძალიან მოკლედ ერთი აბზაცით უნდა მომიყვე, რა არის ფილმი. მაგას ქვია ესკალატორის პრინციპი. მოლში ან სადმე რომ ჩამოდიხარ და იქიდან რომ მაგარი ჰოლივუდის პროდიუსერი ამოდიოდეს, აი რა დროც გაქვთ რომ აქ შეხვდეთ, ამასობაში უნდა მოანდომო, ესე ამას ეძახიან რა, რომ მოანდომო და ვა რა საინტერესოა და ამოდი გითხრას და იქ ჩამოხვიდე და ახვიდე და უკვე მე უკვე სხვა სინოფსი დიდი გაწერილი მოუყვე. ანუ უნდა ვიცოდე რა ხდება. რაზეა ფილმი და რა შინაარსისა. დასაწყისის გარდა კიდე რომელსაც წინა კითხვა იყო და ვთქვით რომ აუცილებელია რომ ჩამithრიოს, აუცილებელია რომ ბოლოს ვიყო გაკვირვებული რა. ვერ გავთვალო. აი ყველაზე ცუდი საყურებელი დეტექტივი სადაც იცი ვინ არის მკვლელი, ხო? აი დებილობაა რა, ეხლა მაგის ყურებას რა აზრი აქვს, ხო? იმ შემთხვევაში თუ ვერ იცნობ და ბოლოს ბიჭო ეს ნახე ეს ყოფილა და ვერ ფილმის მაგალითის მოყოლა შემილია იმისი რომ აი ბოლოს გაკვირვებული რჩები და ახ რა როგორ ვერ მივხვდი გაბრაზებული ხა მე ის კი არა ხანდახან არის ისეთ მუღამში ხარ რომ ვიღაც საყურებინებ და ზიხარ და გაინტერესება ის მიხვდება თუ არა და ძალიან გინდა რომ ის ვერ მიხვდეს. იმიტომ რომ ის რომ მიხვდეს შენ. ხო, ანუ აი ეს ემოციები რაც შენ მოგდის ფილმის ყურების დროს უნდა შეეცადო რომ ისე ჩაწერო ამ სცენარში რომ სხვამაც ეს განიცადოს რა და თან
მithunეს თქვენ შემთხვევაში ხა თქვენ არც სტაფი ყავთ, არც საშუალება იმისი რომ რაღაცა გრანდიოზული სცენები და ეფექტები გადაიღოთ, თუმცა AI რაღაცა შეგიძლიათ მიიხმაროთ, იმიტომ რომ ადვილია და ხელმისაწვდომია ყველასთვის, თუ რამე ისეც გადაწყვეტთ, რომ ვიღაცას ესროლონ და ის ისე ეფექტურად მოკვდეს, ან არ მოკვდეს. მატრიცა მაგალითად აიცილოს ტყვიები, ხო? რომ მნიშვნელოვანი არის ეს შინაარსი რა, იმიტომ რომ თქვენ ტელეფონით უნდა გადაიღოთ და უფრო უნდა ჩამithრიოს ამან. ალქაჯი ბლერიდან იყო, განახი გაქვს საშინელებათა ჟანრი არის, მაშინ მახსოვს ის იყო გადატრიალება იყო იმაში რომ მაშინ არ იყო ტელეფონები, ხელის კამერები იყო. ჩვეულებრივი კამერები არ გადაიღეს, რაღაც მეგობრები მიდიან სადღაც ტყეში სამოგზაუროდ და ამ კამერით იღებს ტიპი ამ მოგზაურობას. და მთელი ფილმი არის ამით ნანახი. და მე რაღაცა უბედურება ხდება, რაღაცა ბოროტი ძალა არის და ამით იღებს და გარბის. და ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ იქ ახარ რა, იმიტომ რომ ეს ხო ის არის, მიჩვეული არ არის. ან არ არის ლამაზი კადრი და რაღაცა რელსი არ მოყვება და არ მოფრინოს დრონი და ხო ძალიან რეალისტურია და წარმოგიდგენია რომ მე რო ვიღებდი მართლა ესე იქნება და მაგის ხარჯზე გახდა რაღაც შემოსავალი ქონა საოცრად მაღალი და დანახარჯები ძალიან ცოტა რა. მან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. მილიარდი და თუ დახარჯე და მილიარდივე იშოვე, არაფერი არ არის. ანუ ეგ ერთი ფილმი არ ბევრი მაქვს მე ეგეთი ნანახი. მაგის მერე შემოვიდა ეგ ჟანრი. ეგ იყო პირველი, რომელთაც მაგით გააკეთეს, თორემ მერე ბევრი გააკეთდა მაგით, რომ ეგრე გააკეთდა. ამიტომ შეიძლება ეს ხერხიც გამოიყენოთ და თვითონ დასაწყისშივე ეს გაძლევს იმის პრივილეგიას, რომ პრეტენზია აღარ მაქვს, რატო არ არის გადაღებული თვალი და ტვინი უკვე მუშაობს ერთად და თვალს ცოტა ეხა მუშაობა, ესე არის გადაღებული და მე ტვინი ეუნება რომ ხო, იმიტომ რომ ჟაონა მიყვები რა. შევიჭერი ისევ, კითხვები გამოვუშვი. ან ჩვენი ვიდეოს თემა არის, რომ რაღაც საინსპირაციო უნდა გადავიღოთ, ხო რაღაც. თავარია რომ ის შეკრა ამით შეგიძლია მე, ანუ იმიტომ რომ ისეთი რაღაცა არის, რომ შეგიძლია ბევრ რამეს მოარგო, ამიტომ ამითი ფიქრი არ დაიწყო. ანუ ზოგადად ამას არ მოვარგოთ, ანუ ეს მოვარგოთ ჩვენ. მე მგონია რომ კარგი სიუჟეტი მოიფიქრო და მე შეეცადრო ეს ამას მოარგო და არა ამაზე კარგი სიუჟეტი ბევრად გაგიჭირდება რა. კინო ცოტა ისეთი რამეა რომ ყველას გონია რომ ძალიან ადვილი გასაკეთებელია. აი რომ მიუშვა, ოსკარს აიღებს ყველა. როგორც ფეხბურთი, ხო იცი? აქ რო ძიხარ და უყურებ, რა უნდა ბიჭო, მიეცი პასი და რაღაც გააკეთე, ხო და ამაშიც ესე არის რა. იგივე ის არის, ამ სინამდვილეში ძალიან რთულია, ეგრე მარტივი არ არის, მაგრამ მაყურებელს როცა მოსწონს, რომ ეს მოეწონა ძალიან, აუ მე ამას ესე გავაგრძელებდი, ვიღაცა იტყვის მე ესე გავაგრძელებდი, უკვე ნიშნავს რომ ის შტაბეჭდილება მოახდინეთ, რომ რახან აგრძელებს ის მოეწონა. პროდაქშენის დროს სიტყვაზე გავწერეთ სცენარი და რაღაც, ხო? ანუ ეს სცენარზე ბოდიში გადავხდი და მოდი მან დაგეტყვი სცენარს დაწეთ ამ სინოფსის, მე უნდა დაწერო გაშლილი სინოფსისი, ანუ უფრო დეტალებში. ოღონდ დეტალებში როგორ იცი რომ აი პირველი სცენა ეს ხდება, დაუშვათ რაღაც არ ვიცი რა სცენარია, ხდება რაღაცა სახლში, მე გადადის მანქანაში, მე მიდიან ვიღაცასთან სტუმრად ან ეს დეტალურად მე ჩამოვწეროთ. პირველად დაწერო აი ეს რაც გითხარით მოკლეს, მე უნდა დაწერო რომ აი პირველი სახლში და მე იმ სიგრძის უნდა დაწერო სახლში რა ხდება. კარგი ადამიანები ხართ სამივენი, მაგრამ ვიღაცამ უნდა დატოვოს პროექტი და დანარჩენმა ორმა უნდა მოუგოს იმ ერთს, ხო? ფაქტია რომ ესეთი მომცემ. ანუ თქვენი ამოცანა რომ იმ ერთს მაინც უნდა აჯობო. ეს არის თქვენი ამოცანა. ამიტომ კი არის კადრულობთ ყველაფერს და ვიღებთ ყველაფერს არის და არის ეგ გზაც, რომ გადაიღო ისეთი უტრირებული და ისეთი ტრეში, რომ ეგ იყოს ის მუღამი, რომ მაგრა ვიცინე, აუ ნახე რა, იმიტომ რომ აი სოციალურ ქსელებში ბევრჯერ შეხვედრია, არ მინდა კონკრეტულად თქვა, ერთ-ერთი რაღაცა კომპანიები, რომლებსაც არაფერში არ ეხებათ რეკლამის გადაღება, თავიანთი კომპანიების რეკლამებს იღებენ ხოლმე თანამშრომლები. და ნუ საშინელი სანახავი ხო გვინახია რა და ხალხი ამას აშიარებს მე, იმიტომ რომ ნახე რა საშინელებაა. ბევრ ნახვას დააგროვებს, ეს მეოთხე ჟიური ყავთ და შეიძლება აგორდეს ეგ მიმართულება, ეგეც თუ ძალიან ცუდი ვერ გააკეთე, ძალიან ცუდ დღეში ხო. როგორც იქ კარგი უნდა გააკეთო, აქ ძალიან ცუდი უნდა გააკეთო, რა საშუალო დამღუპელია რა. კიდე რა მაინტერესებს, ანუ დაახლოებით სახიობი რამდენი უნდა იყოს აი სიტყვაზე, რომ ძალიან მოსაწყენი არ იყოს, რომ ჩვენ ჩვანდეთ. გეტყვი, აი არის ესეთი short ფილმი, სახელი არ მახსოვს, მაგრამ მე ჩაგიგდებთ რაღაც ჯგუფს გავაკეთებთ ალბათ იმისთვის, რომ რამერჩევები თუ დაგჭირდებათ, რომ მომწეროთ. იწყება ესე, რომ ერთ-ერთი ქალია, დაახლოებით 1-30 წლის თუ არ ვცდები, ზუსტად კარგად აიხენი არ მინახია. დიდი ხნის წინ ნახე, უბრალოდ მოდის სამსახურში და მუშაობს აი ტელეფონებით რო რეკავენ, რაღაც 112-ით რაღაც ამბავში რა. რეკავს ვიღაც კაცი და ეუბნება რომ მელაპარაკე. და სუნთქვაზე ეტყობა რომ ცუდად არის. და ნელ-ნელა ამ ლაპარაკში სიუჟეტურად ირკვევა რომ ამ კაცს უნდა თავის მოკლა, დალია წამლები და მოკვდება. და ისევ ეს ამას უნდა რომ უშველოს, ელაპარაკება ვერ შველის, იმიტომ რომ ის არ ეუნება მის ამარც, ეუნება რომ არ დაკიდო, იმიტომ რომ მაშინ მე გავთიშავ, უბრალოდ არ დაიწყო ძებნა, იმიტომ რომ მე გავთიშავ და უბრალოდ ჩემთან ერთ იყავე მარტო სიკვდილი მეშინია. და აი მხოლოდ ეს ქალი ზის ტელეფონთან და იმის ხმა ისმის. და მთელი ფილმი არის ეს და ძალიან მაგარი სანახავი. ჩემი იდეა იყო მეწერა კიდე ასთონოთის. სხვათა შორის რაღაცა ძალიან დიდი პრიზი აქვს აღებული და
გაგიშია როსი რეჟისორმა. გადავხაზავ მაშინ. ან მიხდი მთელი არ მე ის თქვა მინდა ისე რომ შეიძლება ეგ სხვანაირად უამრავი ფილმია რომ სადღაც ასწორებაში რეკავენ, მაგრამ ამ კითხვა არის რამდენი მსახიობი უნდა შეიძლება იყოს ერთი. ანუ ინდივიდუალური. ან შეიძლება იყოს ერთი და მეორე ხმა იყოს. ან ხმაც არ იყოს რა. ანუ ყველაზე მეტ დროს უთმობ დაახლოებით ალბათ 2 ან 3 დღე pre-production-ს. იცი რა, ეგ როგორ არის, იცი? ვერ იტყვი. ეგ არის რაღაც მუზაა, ხო? იდეაში უნდა მოგივიდეს თავში რაღაც იდეა, რომელიც შეიძლება მთელი დღე იწვალო და ამხელა იდეა ვერ მოიფიქრო და მეორე დღის ბოლოს მოგივიდეს ეგ იდეა. ან შეიძლება აი აქედან რომ მიდიოდე ხ სახში და ეგრევე მოიფიქრო რაღაცა და მე რომ დატესტავ იყოს და ჩათვალე რომ ის 2 დღე შენ აღარ დახარჯე. აი, მაგას ვერ გეტყვი. მეც რომ მქონდეს ახლა დავალება, ვერ გეტყვი რამდენ ხანში მოვიფიქრო. დაახლოებით რამდენი დღე გავთვალო გადაღების პროცესში რა. არაფერი ერთი კვირა ხო გვაქვს ესე რა და დაყავით რაღაცა ერთეულებად. ეს ერთეულები თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, რომ მე სიტყვაზე გადავწყვიტე, რომ გადავიღებ ერთ დღეში, ხო? რაღაცა 7 ნაწილად ხო იქნება ეს დაყოფილი? 5 აი მაგიტომაც არ ხვატავდი დაფაზე. ხო, რაღაც 7 ნაწილად იქნება დაყოფილი. ხო, თუ გადავწყვიტე რომ ერთ დღეში ვიღებ, ეს ყველა ვარიანტში ვსე დაკავებული მაქვს. ერთი დღეა, რომელსაც ვიღებ, ხო? მონტაჟს არ ვიცი რას იღებ, თუ რამე ეფექტი ჭირდება, ან დაუშვათ 2 დღე დაუშვათ, ხო? მაშინ ყველა ვარიანტში ვიცი რომ ეს 2 დღე ამისთვის აუცილებლად არის, ხო? და ეს რაღაცა მე რომ ვნახავ, უკვე რომ რაღაცი ავასწორო, იქ რაღაც აბახმა თუ არის გასასწორებელი, ეს მაგისთვის. ანუ ჩათვალე რომ ამ ყველაფრისთვის, რაც მე მოგიყევით სანამ გადაღებას დაიწყეთ, pre-production მთლიანად, გაქვთ 3 დღე. ეხლა ამ 3 დღიდან ერთი დღე ის რაც გითხარით რომ გაიარო ადგილები, მსახიობები იყო, ტექსტი ასწავლო რაღაც, ეს ყველაფერი ხო საჭირო ამისთვის. ხო ჩათვალე რომ 2 დღე გჭირდება მაგ იდეისთვის. აი, აქ თუ არ ვიცი მე უკვე ის იდეა, მაშინ აი ამ წერტილში ვიძახი, რომ რაც მაქვს ამას ვაკეთებ. ანუ არაცეულს ახლა იდეა არ მაქვს საერთოდ, ეგეთი რამე არ არსებობს. რაღაცა იდეა მაქვს, ან არ მომწონს, ესეთი აი იქნებ მეორე მოვიფიქრო, აი ამ ეტაპზე ვართ, ხო? მაგრამ ნუ რაც გაქვს, იმას იწყებ რა. იმიტომ რომ მაშინ შეიძლება ძალიან კარგი აი გადასარევი, რაღაც სუპერ იდეა მოიფიქრო აქ და ვერავინ ვერ გაიგებს, წიგნად გამოეცი მაშინ და არ ვიცი თუ მიიღებენ. მაგალითს მოგიყვებით, ეხლა აი რაზეც გითხარით რომ ეხლა რაღაცეებს ვიღებთ, აი ამისთვის ქონე ერთი ესეთი იდეა მოფიქრებული და გავაჟღერებთ, თუ მოგეწონებათ, არ ვიცი, მოკლედ ალბათ ამ იდეას არ აიღებთ, იმიტომ კი არა აიღეთ, თუ გინდათ მე ვერაფერი ვერ მოუხერხი. მოკლედ აი ეს ძალიან კარგი იდეაა, რომ სცენარისტი წერს სცენარს და ვერ ახერხებს რა ამ სცენარის დაწერას რა. ნუ დაჯდება კომპიუტერთან, ვერა ერთი სიტყვა დაწერს, წაშლის, ნუ არ გამოდის რა. ამ დროს ვიღაცა ურეკავს და ეუბნება რომ შენ რო სცენარი დამპირდი დროზე სად არის, იმის ფული ხო გადახდილი მაქვს რა. და სხვა გზა არა. ნუ ვერა იქ რაღაც სასმელს ვავს, რაღაცა ცუდად არის გაფორმება ცოტა რომ გავაფორმოთ, იძინებს, დილით იღვიძებს ისევ არც საქნას და უცებ კომპიუტერი ჩართულია და პირველი თავი დაწერილია. და აზრი არ არის, არ და მარტო იყოს სახში, მიდის კარებს ამოწევს დაკეტილია, აივანიდან გავარდება რაღაცა არავინ არ არის, ერთი ხო მაგრამ ეხა ჩიხში შეგიყვან და შენ თუ რამეს მიშველი მოდი ჩვენთან სცენარისტად. და არის ის რაკნას რა, რაღაცა გაოგნებულია, რაღაცა ისევ წვალობს რომ გააგრძელოს, რაღაცა ვერ აგრძელებს, რაღაც ისევ ჩაეძინება, იღვიძებს, ისევ მეორე თავი დაწერილია რა. და რაღაცა ნერვიულობს, მიხვდება რაღაცა ის არის, გარბის იმიდან რა ეძებს რა კარადაში ხო არ არის ვინმე დამალული რაღაცა და გარბის მოაქვს კამერა. აყენებს, სპეციალურად ქონდა ლეპტოპი არ იყო, იმიტომ რომ ლეპტოპს კამერები აქვს, ესეც გავთვალეთ. და ეს რაღაც კამერას აყენებს, რომ რა ხდება და თვითონ იძინებს. დილით იღვიძებს, მივარდება, თავი დაწერილია, კამერას აიღებს, გადაახოს რა არის ჩაწერილი და ირკვევა რომ ეს რო იძინებს, იღვიძებს, ოღონ თვარეულის თვალები აქვს, თვითონ მიდის და წერს. და მოკლედ მე ვითარდება რომ ესე წერს ის ურეკავს როდის ამთავრებს ესე უნება დაამთავრებს ცდილობს რომ სულ ეძინოს რომ ამან ბევრი დაწეროს რომ მთელი ფილმი იყოს ვერ იძინებს ან ძილის წამლებს ყიდულობს ამევსავს რაღაც ასმოსვას რომ დაიძინოს იძინებს და ბოლო თავი დაწერილია და აი აქ გავჭედეთ რომ არ არსებობს კარგი დამთავრება ერთი დამთავრება რომ ბოლო თავი დაიწერა და მოკვდა იმიტომ რომ იმდენი წამლები დალია რომ ვერ გაიღვდა მაგრამ ძალიან ბანალურია და ალბათ ყველა მეგიფიქრეთ მეორე ბოლო იყო რომ ამან ბოლო თავი დაწერა მაგრამ უკვე იღვიძებს და ჩვეულებრივად რომ გაიღვიძა იქაც თვარეულია ანუ რაღაც გარდაისახა ამას, მაგრამ ნუ აი რაღაცა ძალიან ევროპული კინოს ძალიან ღრმა შინაარსიანი დებილობა გამოვიდა, რომელიც და მაგას გეუბნები, დასაწყისი იმდენად კარგი იყო, აი ხა თქვენც რომ ჩაგითრიათ ამი, მაგრამ ვა, რა კარგია და ვერსად ვერ გავედით. 1-3 თვე ვეწვალე და ამის დედაცვატირე გადავაგდეთ ბოლოს, რა, იმიტომ რომ ნერვები მოგვეშალა და აი ესე აგერ გამოვიყენე რაღაცაში გამომადგა. ამიტომ შეიძლება დასაწყისი კარგი მოიფიქრო, ან შეიძლება ხანდახან არის რომ ბოლო მოიფიქრო. ანუ რაღაც ბოლო ნაწილი ქონდეს და მეერე დასაწყისი. ყველანაირი ფორმულა მოსულა, უბრალოდ ვერ გეტყვით, ხანდახან არის ოპ, ესე მოფიქრდება და შუა ქალაქზე ვიყავი და ესე მოფიქრებულა რაღაცა რომ ჰოპ და უცბად არ მაგრა წაიღო და უცბად დავწერეთ ერთ დღეში და ხანდახან ყოფილა რომ ღამეების თენება და აუ ბიჭო ამას რა უყო და ეგ რო ესე იყოს ესე და ანუ არ გამო. ჩვეულებრივი შემოქმედებით პროცესია რა, ეგ მარტო ფილმზე არ არის. ყველაფერზე ეგრე არის რა. თუნდაც აქამდე რაც გააკეთეთ, დარწმუნებულია რომ ფიქრობდით რა გაგეკეთებინათ, აი გისმენდი წინა ეპიზოდზე და ხო იქ წავიდე, გადავფრინდე და ის გავაკეთო თუ ეს გავაკეთო და მანდაც გაყოფილი ხარ რა. ვერ გეტყვი რომელია სწორი არჩევანი, მე რე გაიგებ უკვე იქ რო დადგები, მაგრამ ნუ ესეთია ეს ცხოვრება რა. თქვენ ხო არა გაქვთ
რამე უკვე მე ეს მაქვს მოფიქრებული, მაგრამ ფიქრის დონეზე მაქვს, რა ზუსტად არ ვიცი. აბა. ანუ სიტყვაზე ტყეში ვიკარგები, ან ტყეში რაღაცა მოხდება, ან ერთ-ერთი ჩემი კემპინგის დროს. ჟანრი საშინელი. საშინელი ხო, ეგეც ვიფიქრე, ტყე და ვიკარგები უკვე ხო, ანუ კლასიკა. თუ იცით, მე ვიღებ კემპინგს რა, ჩემი კონტენტია და ერთ-ერთი კემპინგის დროს უკან დაბრუნების დროს დავიკარგე, ერთხელ მართლა დავიკარგე. ხო. მაგ დროს ან რაღაც ამინდი გაფუჭდება, ან რაღაცა ცხოველი მომეპარება, ან რამე და არ ვიცი რა უკნა და ვრეკავა სტორმეთში და ვითომ მეშინია და არ გამითიშო უბრალოდ მელაპარაკე მაინც ანამ დახმარება მოვა რაღაცა და ეგეთი რაღაცა რა. ხო, კი, ანუ კარგია, ბევრი კარგი ფილმი მინახავს, მაგ მიმართულების და სწორია. და კარგია, ერთი რჩევა კარგია რომ მოყევი გამახსენდა, რომ გირჩევთ რომ კარგია რომ გააკეთოთ იმ სფეროში, რაშიც ხართ. კემპინგს როცა აკეთებ, ესე კემპინგის უამრავი ატრიბუტი გაქვს, რეკვიზიტი შოვნა არ გაგიჭირდება. ის ზუსტად ისი როგორ უნდა მოიქცე იქ, იმ ადამიანებსაც იპოვი, ვინც მოგეხმაროს, იმიტომ რომ მარტო ხო ვერ გაკეთებ ამ კემპინგს, რა მეგობრებიც ყავს და ისიც არის. ამიტომ ეგ ძალიან გაგიადვილეთ. ვიდრე მეხანძრეებზე ხა ფილმი გადაიღო, რომელსაც არავის არ იცნობდა, მოიჯერ პირველ რიგში ვინმე ხო არ იცი როგორ მივიდე ფორმასად ვიშოვო, უკვე წვალობ. კარგია ეგეთ ფილმს თუ დაიწყებს იქიდან, რომ უკვე დაკარგული ხარ. არ უნდა შესავალი, იმიტომ რომ ეგ შორტია და მალე უნდა ხდებოდეს და თუ იმას დაიწყებ რაიმე კემპინგზე წავედი რაღაცა და რაღაცა ეგ ცოტა დიდი ფილმის ან სერიალის ამბავია. მაგრამ თუ დაიწყებ იმითი რომ უკვე ტელეფონზე რეკავ და არ იღებს და უკვე ის სიტუაცია რომ აი სადაც კულმინაცია რომ დავიღუპე და მანდედან არ ყავს მაყურებელი რომ ალე 112-ია მიშველეთ დაკარგული ვარ რაღაცა. და ის გეუბნება რომ იქნებ ჩრდილოეთით იმოძრაო და წახვედი ჩრდილოეთით და იქ ნახულობ ვიღაცას რომელს გონება აქვს დაკარგული ფეხი აქვს მოტეხილი და შენ თავი გაგჭირებია და ეხა რა უქნა და მან კიდე დილემაა იმას უშუალოდ ჩემი თავ წავიდე ამას ვიღაცები გელი შეჭამს ან რაღაცა მე იყიდებ და მოათრევ ან რაღაცა უკვე დავიძაბე რა უკვე საინტერესოა. სცენარი გააკეთე? საგვერხა რაღაცა მე მგონი არასწორი მენტორი ვარ. მე მთელი ემოციები ვცხრე რომ ხალხო შეძლებ რაღაცა დავიღუპებ. ეხლა ზრდილობიანია თორე ეს ვინმე უვითრიეთ წერია იქ. ხო, აი თავში რაც გითხარით რა, თქვენი ამოცანა არ არის გადაიღოთ შედევრი. ვერ შეძლებთ ამას, არ არსებობს. პირველად ცხოვრებაში რაღაცას იღებთ და არა მარტოები და ტელეფონით, ამას ვერ შეძლებთ. თავიდანვე იცოდეთ ეს. თქვენი ამოცანაა რომ აი ამ სამში ერთზე უკეთესი გააკეთოთ. აქედან გამოდი და შენ რო დამერხადა რა უქნაზე, ზუსტად იგივე სიტუაციაში არიან ორივენი რა. აგერ კაცმა იდეა მოიფიქრა და მოპარეს. მართალია წარსულში მოპარეს. მაგრამ ხო ფაქტია. თუ რამე შეკითხვები არა გაქვთ, შევაჯამოთ, ეს დავხიოთ. და შევაჯამოთ, იმიტომ რომ არაფერი რთული ამაში არ არის. უბრალოდ წარმოიდგინეთ გონებაში, რასაც ფიქრობთ, მე ეს ფურცელზე გადაიტანეთ და მე გადაიტანეთ კამერას. რამე კითხვა თუ გაგიჩნდებათ, რამე რჩევა თუ მოგინდებათ, მომწერეთ, დამირეკეთ, მაგრამ ჯობია რომ ორივე. იმიტომ რომ ან ჩაწერა მაქვს, ან შეიძლება რაღაც ლექციაზე ვარ, ან რაღაცა ეგეთი ხდება და ვერ მოვახერხო ეგ ამბავი და ყოველთვის პირველად რაღაცა ესეც ვცდი. პირველად როცა აკეთებ YouTube-ში ვლოგსაც, მაშინაც იგივეა, რომ აი მე როგორ უნდა გავაკეთო, ხო? ნუ მე რასაც უყურებ. თქვენ ამას შეძლებთ რა. ცოტა ინტონაცია არ იყო ისეთი. როგორც ამ სლოგანს შეესაბამება. ეგეც ფილმია რა, თქვენ ამას შეძლებთ, სხვა ჟანრია. თქვენ ამას შეძლებთ? თქვენ ამას შეძლებთ. ხო, გააჩნია რა ფილმს ვიღებთ რა. თავარია რომ შეძლებთ რა, იმიტომ რომ ნუ რა ვიცი, თქვენამდე ვინც სადა, ყველამ შეძლო, ხო? კარგი, ცუდი ამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ გადაიღო. თუ არ ცადე, არც გვეცოდინება და აქ რა ვიცი, მე მგონი მაგით ხარ და თუ ვინმე ესეთი დაბნეული ხარ, დანარჩენებს რატო აწვალებთ, უთხარით რომ თავი დამარ. კავაის ფინალში და ეგ იქნება. მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. ეხლა ვართ ერთ-ერთ კაფეში, სადაც ხდება ერთ-ერთი მთავარი სცენარის გადაღება. თან ამაზე გარემოა და თან ეს პერსონაჟი ესეთი ჰარდვორქერია, რაღაცას მუშაობს და სირთულე იყო ესეთი რაღაც, რომ ირიბად გადმომეცა ის, რისით მათ მინდა რა, ანუ რაღაცა არ დავასპოილერებ ხა ადამიანებს რა, რაზეც არის მინდა რომ მიხვდნენ და არ მინდა რომ რაღაცა ძალიან პირდაპირ იყოს რომ ვერიკო მთაზე ავიდა რა მაგარია მან ეს შეძლო ეგრე არ მინდა რომ გამოვიდეს ამიტომ ავირჩიე ცოტა რთულად გადმოსვაცე მაგრამ ძალიან საინტერესო გზა
ზოგადად ეს მსახიობური რაღაცების გადაღება ჩემთვის ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან ხელოვნურად გამოდის რაღაცა ისე დაკვირვება და რაღაცა გახედვა და რაღაცები და ეგ საკმაოდ რთულია და ჯობდა ვინმე მსახიობი. მაგრამ რას ვიზავთ ეს ცხოვრება ვაწყობი. საკმაოდ რთული დავალება მივიღეთ კრეატორიდან, თემაც რთული ავირჩიე, რთულია გადასაღებად, რადგან ბევრი ლოკაცია უნდა მოვიარო. არც მსახიობი ვარ, კინოში არ მითამაშია და არც არანაირი ფილმი არ გადამიღია, მაგრამ როდესაც დავიწყე გადაღება, ყველა შიში მომეხსნა. ეხლა დღეს აქ შპაგლი უნდა მორჩე და ხვალ კაფელზე უნდა წავიდე ვაგზელზე. მოკლედ ლიფტის ლოკაციაზე თავიდან მჭირდებოდა რომ ყოფილიყავი წვერით და შემდეგ წვერის გარეშე და სახლში ვარ გავსულიყავი ახლა მანქანაში ფიცეს წვერის გაპასა. დღამის 2 საათია, აქ მიდის ახლა პირველი კადრების გადაღება, სადაც ვიღებთ ბომჟი ფიცის ანუ ჩემი აბაზანიდან გამოსვლის კადრს, ეგ ძალიან მაგარი რაღაც გამოდის და ხალხო მოიწერეთ. ყველაფერი წინ არის, ვნახოთ როგორი ვიდეო გამოვა, მაქსიმალური ჩავდე ამ ვიდეოს გადაღებაში და ეხლა კი წავედით ამერიკაში.